ესე იგი, hi guys, ეს არის 22-ე ეპიზოდი. დღეს გვყავს ძალიან მაგარი სტუმარი, შოთა ელკანიშვილი. შოთა არის machine learning engineer Pinterest-ში, ex-Googler-ი, Microsoft-ში უმუშავია, Gaia-ს co-founder-ი, Gaia არის ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია საქართველოში ბევრ მაგარ რაღაცას აკეთებენ და ასე ვთქვათ, მრავალგზის რექტორი. ეხლა ძალიან საინტერესო ამბებში იყო ჩართული AI ოლიმპიადაში და მოკლედ, ძალიან ბევრ მაგარ რაღაცზე გვაქვს მოსაყოლი და სანამ დავიწყებთ უშუალოდ საუბარს, შეგახსენებთ, რომ 18-19 ოქტომბერს ფრიუნიში ვატარებთ ლავაბლთან ერთად საქართველოს ყველაზე დიდ ჰაკათონს. რეგისტრაციის ლინკი იქნება აღწერაში და ყველას გელოდებით, ფიქრობთ თუ არ ფიქრობთ, აუცილებელია რომ ტექსტში თუ ხართ ჩვენთან მოხვიდეთ, იმიტომ რომ მონაწილეობას მიიღებთ თუ არა, უამრავი თოქი იქნება, უამრავი აქტივობა და მოკლედ ძალიან მაგარი ღონისძიება გამოვა. სალამი შოთა, კიდევ ერთხელ. სალამი. მადლობა მოწვევისთვის. ჩემ 2 ცენტსაც დავამატებ იმას, რომ ძალიან მომწონს თქვენი პოდკასტი, თითქმის ყველა ეპიზოდი მაქვს ნახი და ზოგადად ის ძალიან დასაფასებელია, რომ საქართველოს community გამოცოცხლდა რა. თქვენს დევთერაპიც ძალიან კაია რომ რაღაცებზე დავიწყეთ საუბარი და უკვე ასე საუბარი რაღაცებში ითარგმნება და ეს ჰაკათონი რაც ახლა ახსენე არის ალბათ ვაუ. რაც რამდენიმე წლის წინ ეგ რაღაც ძალიან ფანტასტიკი სფერო იქნებოდა და ახლა უკვე რაც ძალიან მაგარია რა. So, nice. Okay. მე კაისთვის. ხო, მადლობა პირველ რიგში. ხო. ზოგჯერ ეხლა საუბრობთ ჩაწერამდე რა და რაღაცებს უყვებოდით შოთას ჩვენს პოდკასტზე. და რაღაც მომენტში გვეუბნება რომ აი ხო ვიცი ხო მაგ მოსვენილიო რა და რაღაც ისეთ მომენტები ხომ სულ რომ დღემდე არ გვიჯერა რომ ხალხი ანუ ვიღაცა ჩვენ გარდა ვინმე აღსულს ჩვენს პოდკასტში არის და აი თქვენ რო თქვით რაღაც მე-4 ეპიზოდში მაგაზე რო კომენტარს აკეთებს და და ბაჩოს ისინი ძალიან ავთენტურია რა და რაღაც ყველაფერიც ავთენტურია YouTube-საც უხდება და ზოგადად კონტენტს უხდება და თან ეხლა ცალ-ცალკე ყველასთან რაღაც ფორმით გადავკვეთილო არ ვიცი რომ თქვენი საქმის უბადლო პროფესიონალები ხართ და როცა ერთობლივ საქმეს აკეთებთ ან ძმაკაცურ მეგობრულ საქმეს აკეთებთ რავი ძალიან შეუძლებელია ცუდი რო იყოს და რიჩიც ნენელა იზრდება რა ესე რაღაც ეს წინა ჰაკათონით AI ჰაკათონი რო ჩაატარეთ ისიც MCP ჰაკათონი ეგ ძალიან მაგარი იყო და რაც ნენელა უკვე რაც სერიოზული ბაზა იქნება რა. რაც აღარ community იკურება და community რო იკურება მე უკვე ძალა რა. აი წარმოუდგენელი არის community-ს ძალა რა. ანუ უკვე მაგალითად ჩვენ community-ში ჩვენც და მათ შორის ხალხიც წარმოიდგინე ხალხი სამსახურებს პოულობენ, ჰაკათონებზე მეგობრდებიან, ერთად აკეთებენ პროექტებს, რაღაცა ერთმანეთს ეხმარებიან, ჩვენც მაგრა გვსიამოვნებს და მოკლედ ანუ ძალიან ფან და ძალიან მაგარი პროცესია რა. ცოტათი გავასწრებ მოვლენებს და რაღაცას ვიტყვი და მე ნელა შეიძლება გავყვეთ კიდევაც მაგას. გონია რომ ეგეთი რაღაცები მარტო ჩვენნაირი ზომის და კულტურის ქვეყნებში გამოდის რა. აი რაღაც ისეთი რო ცადო, მაგათაც საფრანგეთში მისტრალმა რო ცადოს რაღაცის დაწყება, მგონია რომ ესე ვერ შეიკრება community და ეს რაღაცები ვერ გამოვა რა. იმიტომ რომ ხა ეს ოლიმპიადაზეც ნენელა რომ მოვყვებით, მანდაც გამოჩნდა რომ აი მარტო ჩვენ და სომხებმა შეძლეს რომ გრძელვადიანი დიდი კურსი გაეკეთებინათ და რაღაც განათლებას ჩაედოთ ისე რომ მთლიანად იყო community-ზე და რაც პატრიოტულ კონტრიბუციაზე დაყნობილი და რა ნაკლებად მატერიალურ კონტრიბუციაზე დაყნობილი რაღაც და იგივე რაღაც დიდ ქვეყნებში ძალიან ჩაშლილ კომუნიტებში ნაკლებად კეთდება რა ანუ ჩვენ გონია რომ უფრო გვაქვს ის განცდა რომ რაღაც პატარა ქვეყანა ვართ, ცოტანი ვართ, პროფესიონალები კიდევ უფრო ნიშურ თემაზე აიღო კიდევ უფრო ცოტანი ვართ და გაერთიანებაც მარტივია, ყველას იცნობს და რავი tech community არ არის რაღაც ტოქსიკური community ჩემი აზრით რომ ვიღაცა ან არ დაარეფეროს ან რაღაც სუდი უქნას და მგონია რომ ეგ მაგრად გვაქვს რა და აი თქვენ რაც აკეთებთ ეგ ძალიან კაია და ჩვენც გაიაშიც და კიდე ბევრი პატარ-პატარა ხალხი ძალიან კაი რაღაც აკეთებს რომ ეს ძალა უნდა გამოვიყენოთ და ახალთაობას და ჩვენც რაღაც ახალთაობა ვართ და უფრო და უფრო კაი სიტუაცია შევქმნათ რა. კი, აი მაგაზე ძალიან სწორი არის, აი ტოქსიკურობის ნაწილზე გუშინაც ვიღაცებთან ერთად ვლაპარაკობდი, რომ ანუ სხვადასხვა community-ს წევრები იყვნენ რა, რაღაცა სპორტული community-ს, რაღაც უნივერსიტეტების და რაღაც ჩვენი community-ს რაღაც საუბრობდით და ანუ ყველაზე კაფიო არის, რომ ყველაზე ნაკლებად ტოქსიკური და friendly და ასე ვთქვათ, გამამხნევებელი არის tech community ზოგადად რა, ანუ აქ ხო აი ხა წარმოიდგინე, რომ ვიღაცის hourly rate არის სიტყვაზე $200 დეველოპერის და წარმოიდგინე თავის საათს და 2 საათს გითმობს
იმიტომ რომ community-ის წევრი ხართ და რაღაცაში გეხმარება რა. ანუ ეგ რამხელა რამე ხა წარმოიდგინე სადღაც იმაში. სხვა ინდუსტრიებში ეგრე ვერ იქნება რა. ძალიან კაი გია შენამოვდი რაღაც. მე მინდოდა მეკითხარო არ მოგვიყევი გაიაზე რა. ან მაინტერესებს მაყურებელს შემარციც ხა სახელი თქვა და ან რა პროექტები გაქვს, რა სოფტვერი არის გაიასი და მას შემდეგ აზე მუშაობ. საერთოდ რა არის გაია რა, ძალიან ისე რომ აუხსნათ. გაია სოფტვერი არაფერია, საიტია მარტო აწყობილი, ასე სოფტვერიას ცალკე არაფერი არ გვაქვს, მაგრამ ზოგადად გაია ჩემ მეგობარი რაღაც პარაკლასელი კომაროვში და ახლო მეგობარი გიგი გიორგაძე სულ იყო დაინტერესებული ტექით, ან ESM-ზე ჩააბარა, ESM-ზე სწავლობდა, მაგრამ მაქსის მაინორი აიღო და სულ ქონდა ის განსწავლება რაღაც ტექნიკურობა არ დაიკარგა არასდროს და რაღაც მომენტში მთხოვა რომ რაც data science-ი, ML-ი მესწავლებინა რა, ასე და კვირაში ერთხელ ხვდებოდით და რაღაცას ვასწავლედი რა. მე მქონდა ეგეთი განსა რომ რაც უფრო მეც ხედავდა და მე რაღაც უხსენდი რომ აი ესენი საქართველოში ეხლა თლად ესენი კარგად გვაქვს, აი ესენი ნაკლებად გვაქვს, ამაზე კვლევა არ გვაქვს რაღაცებს რომ უხსნიდი, რაღაცა სულის განსა ქონდა რომ ბიჭო რაღაც უნდა ვქნათ რა, ანუ ჭირდება რომ რაღაც შავი საქმე ჩვენზე ავიღოთ, რაღაც ვქნათ, მაგრამ რა ავიღოთ ვერ ფიქრობდით რაც სტარტაპებზე ვფიქრობდით, რაღაც არ ვიცი, ბევრ რაღაცაზე ვფიქრობდით და რაც მე ცოტათი ისე ვიყავი რა, ვერაფერ მოვიფიქრეთ ასე ვთქვა და რაღაც მომენტში დღესაც მოვიდა და ასოციაცია გავაკეთოთო და ცოტათი მაგასაც ისეთი ამრეთი თვალით შევხედე რომ მეთქი რაღაც ასოციაცია ტექნოლოგიებში მატრაკვეცობა არის თქო რა რაღაც იურიდიული რაღაცა 15 გვერდიანი one pager-ები და რაღაცების წერა და პოლისის წერა არ იქნება ეგეც საინტერესო თქო, მაგრამ რაც უფრო მეტი ვლაპარაკეთ, მივხვდი რომ ეგ არის იდეაში რაღაც პლატფორმის შექმნა, რაც გააკეთებს შავ საქმეს საკუთარ თავზე და დააკავშირებს ბევრ მნიშვნელოვან ადამიანს ერთმანეთთან. და ნენელა დავიწყეთ და რადგან წეღარაც ვქი რომ ძალიან პატარა კომუნიტია, ყველას იცნობს, რაღაც თითქმის ყველა ML ინჟინერი და AI ინჟინერი ერთ-ერთი თუ არა ერთი ხელის გაწვდენით ვიცნობ. და დავპატიჟეთ დავიწყეთ რაღაც რამდენიმე იდეა ქონდა თავიდან დავიწყეთ რაღაც ივენთები ჩატარებით ერთი საკმაოდ ისეთი სერიოზული ივენთი ჩავატარეთ NLP-ზე, როცა ჩამოვყვანეთ LinkedIn ინფლუენსერი, მაგრამ ნუ სერიოზული ტიპია ალექსა გორდიჩი. ალექსა, კი, კაი როცა ვიყავით ფაბრიკაში იყო. ფაბრიკაში რო იყო, ხო ეგრეც ხო, ეგრე და ეს ტიპი ძალიან ისეთია რა და რაც შევპირდით რაღაც ჩამოგიყვანთ ქართულს გაჭმევთ, ქართულს დაგათოლებინებთ, რაღაც ეგ ძალიან მაგრად მუშაობს, რაც სპიკერები ჩამოყვანაზე ეუბნები რომ კარგს გაჭმევ, კარგს გასმევ, მაგით კერავ რა, იმიტომ რომ ჰონორარი რო გადავუხადო. ბევრს ითხოვა. და რაღაც ეგ ჩამოვიყვანთ, ხრანტი ჩამოვიყვანთ, რომელიც სომხეთი AI-ში ძალიან წინ არის, ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებენ და იმიტომ რომ მანდაც ეგრე დაიწყეს რაღაც ეს ხრანტი ჩამოვიდა, რამდენიმე თავისი რაც researcher ჩამოიყვანა, დაждდა paper reading club-ი გააკეთეს და ნენელა დაიწყეს ასე გაზდა და რაღაც სერიოზულ კონფერენციებზე გააგზავნეს და მიიღეს ამათი paper-ები, მერე სახელმწიფო მას დაინახა, მაგრამ ძალიან კარგად არიან ეხლა. paper reading club-ი მაგარი იდეაა, ძალიან მომეწონა. კი, ჩვენც ახლა რაღაცებს მანდ ვაკეთებთ. პროსტა მანდ რთულია შეკრება რა და კონსისტენსის დაჭერა რთულია, იმიტომ რომ ძალიან დიდ commitment-ს მოითხოვს შენი მხრიდან. რაც კვირაში ერთხელ რაღაც სერიოზული paper-ი გაარჩიო რა და ეგ თვითონ ისეთია პრობლემატური. ხოდა მოკლედ მე რაღაც ხრანტი ჩამოვიყვანეთ, ერთად ვალაპარაკეთ ზოგადად small language model-ებზე და ზოგადად არ მარტო small, ზოგადად პატარა ენოვანი ქვეყნების low resource ენების language modeling-ზე გვჭირდება საკუთარი, აქ გვჭირდება საკუთარი. აი ხრანტმა ძალიან კარგად ისაუბრა მთლიანად სომხეთის გეგმაზე, მაგაზე ძალიან კაფიოდ და დაუმალავად რო თქვა რომ ჩვენ ახლა ჩვენ სახელმწიფოსთან მივედით, გითხრა რომ ჩვენ მოგცემთ data centers, მაგრამ იმის პირობები მოითხოვა რაღაც წელიწადში ერთხელ fine tuning-ს გაუკეთებენ სომხურად რა Mistral-ის რამე 7 მილიარდიან ან 8 მილიარდიან მოდელს და ამათ მოთხეს ეცი რა ჩვენ ვერ შევერკინებით language modeling-ში Meta-ს, OpenAI-ს, მოდის ამაგე რომ ჩვენ ბევრი ბიომეცნიერი ყავს, მოდი მაგაზე მივაწვეთ. პირობას გაზეთ რომ წელიწადში 2 ან 3 papers გავაგზავნით, მიიღებენ რაღაცა პროდუქტები დაიდება, სტარტაპ რაღაცა KPI-ები ჩამოწერეს რა. და ეგენი გველაპარაკრენ და ეგ გონი რომ ძალიან inspiring შეხვედრა. მერეც ესე ნენელა დავიწყეთ რაღაც სხვა პატარა პროექტები, ანუ მიზანი და რაც იდეა არის რომ ჩვენ ვართ სრულიად რაღაცა non-commercial, non-governmental ორგანიზაცია და რაც იდეა არის რომ ვინმე თუ დაიწყებს AI-ზე ლაპარაკს, ჩვენ გავახსენდეთ და რამე enabler-ები ვიყოთ რა, რაღაცა კი არ მივიტაცოთ მარკეტი რაღაც ხრივ, არამედ enabler-ები ვიყოთ და აი წინა იმაზეც ხო ჩვენ ვითანამშრომლეთ
რაღაც ფორმით ჰაკათონზე. რაღაც მაგალითად მოვიდნენ რაც ხალხი, რაც ნათია კი, ვიყავი, მეც ვიყავი სტუმრად ჰაკათონზე და ძალიან კაი იყო კავკასიაში. იდეა გვაქვს, გვინდა რაღაც ორგანიზება. Let's go. ანუ რაც იდეა რომ ჩვენ ვართ ხალხი, ვინც რაც ექსპერტიზა გაგვაჩნია რაღაცეებში, რაც ყავს კავშირები, გვაქვს უკვე რაღაც შექმნილი community ყავს რაც უკვე სახელი ავტორიტეტი და რაც იცით რომ ჩვენ no bullshit ხალხი ვართ რა რაღაც ანუ ჩვენთან ვიჭერ ხარს რაც bullshit hype-ზე არ დავიწყოთ ლაპარაკი ანუ real რო დაგელაპარაკებით რაც ეგეთები გაკეთდა რა და ახლაც უფრო და უფრო იზრდება მაგხრივ და ახლა რა TB-სთან გავაფორმეთ რა სტრატეგიული ხელშეკრულება რაღაც პროექტებზე საკმაოდ საინტერესოებზე და უმეტად უფრო განათლებას ვაწვევით ახლა იმიტომ რომ ხვდებით რომ ეგ ძალიან ისე თემა რთული თემაა ხელს არავინ არ კიდევს ბოლომდე და ეს ოლიმპიადაც ერთ-ერთი ეგეთი პროექტია რა. აუ მაგაზე ჩავყვეთ, ჩავყვეთ მაგაზე. კი, რა, ბარემ ჩავყვეთ, იმიტომ რომ თქვი გვაქვს მაგაზე და საინტერესოა. ნახე, აი განათლებას ძალიან სწორად ახსენე, რომ აი საქართველოში კი net positive არის ჩემი აზრით მაინც რომ ეს კურსები და რაღაცები არსებობს, იმიტომ რომ ცნობიერებას მაინც ამაღლებს რომ ხალხი ხვდება რომ არსებობს ესეთი პროფესიები რა. ეხლა სხვა საკითხია იქ როგორ კარგად გასწავლიან, მაგრამ აი ეხა მინდა რომ აი მე როგორც ხვდები თქვენი განათლების მიმართულება ეს ოლიმპიადური ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას რომ ჩააჭირეთ და ერთი კურსი გქონდათ, მე ოლიმპიადაზე წახვედით და ეხლა მეორესაც აცხადებთ როგორც ვიცი რა. ეგ არის რაღაცა მგონია რომ ისეთი gold mine-ი ძალიან ისეთი ღრმა რამე, იმიტომ რომ მე ვიყავი ოლიმპიადაზე გაიას ჩატარებული კავკასიაში რამდენიმე თვის წინ და მე-9-10 კლასელების ოლიმპიადების ნაკრების გუნდი იყო და პრეზენტაციას რო აკეთებდნენ, ანუ ისეთ რაღაცას ლაპარაკობდნენ, მე და რომა ვიჯექით და ჰაკათონზე რო იყო. ხო, ჰაკათონზე, ანუ მეთქი მე ხარ სამსახურში ჩვენთან კომპანიაში twins ვანთხევთ რა ამის კეთებაზე და ეს ხალხი მე-9-10 კლასელები ძალიან ფრილი რაგზე ისეთ რაღაცებზე ამბობდნენ რომ მე და რომა რომას მოვიკითხავთ ჩვენ მეგობარს ლაობლიდან ხო და რომ მოგვიყვე რა ანუ როგორ თავიდან როგორ დაიწყეთ და მე ოლიმპიადის ამბავი ცალკე გადავაბათ მე კიდე რა კი ანუ ჯერ პატარაში სავალს გავაკეთებ რომ ეს ოლიმპიადა სკოლის სახში არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა სადაც შეიძლება საკუთარი თავი გამოავლინო რა რაც მათემატიკაში არის IMO, IOI არის ინფორმატიკაში, რაც კლასიკური lead code-ის სტილის ოღონდ რა თქმა უნდა ბევრად უფრო რთული კლასიკური data structure და ალგორითმების ამოცანები არის ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ანუ well established გემრიელი ოლიმპიადები. რაც დროის ამბავი იყო machine learning AI-ზე როდის გააკეთებდნენ იგივეს რა და 2024-ში ჩაატარეს პირველი ოლიმპიადა იგივე ხალხმა, იგივე ორგანიზებით, იგივე scientific committee-ით. რაც ეს წეგანდელი ჩამონათვლილი ოლიმპიადების ორგანიზატორები არიან და ამოცანები არის პრინციპი არის ეგეთ რომ მაგალითად არ ვიცი. გაქვს ძალიან საერთო ამოცანები იყო სხვა შორის. ერთი ამოცანა არის რომ წარმოიდგინე გეძლევა ჰინტები ემოჯიების სახით. და შენ უნდა გამოიცნო და გაქვს ოფციები. მაგალითად რაღაც firefighter არის დაშიფრული და გაქვს რაღაცა სუპერმენის და ცეცხლის და ბრძოლის ემოჯიები და გაქვს 100 შესაძლო ვარიანტი. ეს არის firefighter-ი, ეს არის პულტი, ტელეფონი, რაღაც 100 ოფცია. და შენ უნდა დაატრენინგო მოდელი, ანუ pre-trained აიღო და გადააფაინტუნინგო რაღაცა უკნა, სისტემა შექმნა. რომელიც რო შემოგივა ეს შენი რაღაცა ემოჯიები გამოიცნო რაზეა საუბარი. რებუსებია იდეა. ანუ რებუსები არის მაგალითად ეძლევა რაღაც სატელიტიდან გადაღებული ფოტოები და სეგმენტაცია უნდა გააკეთო, სადაც წვიმაა. ანუ რა მაგარია, ძალიან მაგარია. ხალხო სკოლაში ვინც ხართ, სასწრაფოდ შოთამოძებნეთ LinkedIn-ზე, Facebook-ზე, მიწერეთ და უთხარით როგორ მიიღოთ მონაწილეობა ესეც ჰაკათონებში და თქვათ ოლიმპიადებში. ვინცაც ჩავაგდებ და შეგიძლია რომ მე გავუზიარო კომუნიკაციე ძალიან კაი იქნება, რეგისტრაცია გავხსენით ამ კურსზე ორშაბათს, რომელიც არის 22 სექტემბერი და წვდომა იქნება 8 ოქტომბრამდე აქვს ვადარო დარეგისტრირდეთ. ანუ ძალიან ხელსახები არის. იმ ოლიმპიადებზე თუ შეიძლება ისეთი რაღაცა კრიტიკა წამოვიდეს, რომ ხელსახები და გადათარგმნადი სკილები არ არის, მათემატიკა ძალიან მაგარი სკილია, რა თქმა უნდა. ანის data structure-ები და ალგორითმების ამოხსნა უმაგრესი რაღაცა ცხადია. მაგრამ რაღაც მაკედან სტარტაპს ვერ გააკეთებ, მაკედან რაღაც კვლევას ვერ დაიწყებ ერთ-ერთში და ეს ძალიან ხელსახები რაღაცეებია რა, ანუ ისეთ ამოცანებზე გიწევს მუშაობა, რაც შეიძლება მე სტარტაპად გადააკეთო, გაუმჯობესო, შენ community-ს და market-ს მოარგო. ხო, და ეს ჩატარდა და მაგას არსებობა გავიგე ძალიან შემთხვევით PyData-ს event-ზე ვიყავი ვარშავაში
და იქ ახსენა პოლონეთის ნაკრების წვრთნელმა, რომ ეგეთ რაც ახდება და იყო საუბარი როგორ გააკეთა თვითონ, როგორ მიუდგნენ, როგორ აარჩიეს ბავშვები და ასე შემდეგ. მაგას ვეღარ ესწრებოდა უკვე მოხსნება და დავფიქრდით რომ რა გავაკეთოთ. ანუ გვინდა რომ მივიღოთ მონაწილეობა, ძალიან საჩვენო პროექტია. და დავიწყეთ რაღაც მოკვლევა კომაროვის ვეკუას ბავშვებს ვესაუბრებთ რა იციან, რაღაც ანუ აი AI-ზე რამე იციან, შეუძლიათ რომ Python-ზე კოდი დაწერონ, თუნდაც API გამოიძახონ, PyTorch-ზე რამე მოდელის აწყობა შეუძლიათ რამე სიტყვაზე რა. და აღმოჩნდა რომ არავინ არაფერი არ იცის. და მაგას ავიღეთ ეგ რომ მაშინ ერთადერთი შანსი მაგის არის რომ ავდგეთ ჩვენ გავაკეთოთ კურსი. მაგრამ მაგას ის ჩელენჯები მოყვება რომ ესე ერთთვიანი კურსი ვერ გამოვა მან რა, ესეთი ოლიმპიადა რომ ფუნდამენტები გჭირდება. დაწყებული მათემატიკა, წრფივი ალგებრა, გაგრძელებული პროგრამირება ცხადია Python-ი ძალიან მაგრად უნდა იცოდე. და მე უკვე ეს ყველა კლასიკური ML-ი, deep learning-ი, computer vision-ი, reinforcement learning-ი მათ შორის ბევრი რაღაცა რა. მაგ დავჯექით, გავაკეთეთ სილაბუსი. მერე შევკარით რაღაც ის კლიშე რო არის რაც ფილმებში რომ გუნდს რო კრავენ და რაღაც ტყეში რო მიდიან. სპორებზე. არა სპორებზე არა რომ აი უნდა დაგვემატო აი უკვე რო პენსიაში არის გასული, მაგრამ უნდა დაგვემატო. რაღაც ეგეთის გამოვიდა, ეხლა პენსიაში არ არის. Avengers-ებს რო კრავდა Nick Fury-ა ეგეთ ხო. როკ მუსიკა ადევს. ხო. რაღაც iOS-ზე თაიგერა რაღაც ეგეთი. ეგრე შევკარით, რაც ძველი მაქსინის გვარდია, მაქსინე იმენა AI-ზე რო აკეთებდნენ პირველი, ალბათ ერთ-ერთი deep learning-ის ყველაზე მეც ვინც აკეთებდა, რაც ბევრი ჩემი ტოლი, ფრიუნელები მათ შორის მაქსელები. და რაც შევკარით, ყველა იყო პირიქით, ყველას ის იდეა მოწონდა, თავარი იდეა იყო, რომ ყველაფერს მერე ვდებდით YouTube-ზე. ანუ წარმოგვიდგინე, რომ ყველა შეიძლება ეგრევე თან ნაკლები რესურსის მარკეტინგით ვერ მიწვდარიყავით ყველას. ყველა ვერ შემოვიდა და ზოგს დროებში ვერ დავამთხეოდით, ამიტომ რაღაც ეს რო დაკარგული იყო, იქნებოდა ძალიან ცუდი რა. ეხლა ფასი და firewall-ზე შეგდება რაღაც, თქვა ფასიან firewall-ზე სისროლე იყო ცხადი. და ეგეთი ყველას პირიქით ეგ უფრო მაგან უფრო აანთო ეს ლექტორები, რომ ეხლა ფულიო შემეთავაზებინა, მაგის არც თანხა გვექნებოდა და ეს სირცხულიც იქნებოდა რაღაც ხრივ. აქ ის ყველა ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა, რომ ბავშვებიც ვაკეთებთ თან, ბავშვის ენაზე უნდა, ბავშვი რაღაცა სკოლის მოსწავლის ენაზე უნდა აუხსნა. ეს უმაღლესი მათემატიკა წარმოებულები და რაღაცეები და ეგ იქნება ესეთ მასალა რომ მან არ ზღუდავს შენ თუ ხარ სტუდენტი პროფესიონალი ხარ და გინდა აქეთ გადმოსვლა შეგიძლია ნახო ეხლა მე ვერ ვიტყვი ეს კურსი სტენფორდის კურსებს ჯობია ვერანაირად რა ეხლა ცხადია ლეველები არის რაღაცეებში მაგრამ შემიძლია ის ცალსახად თქვა რომ ესე დალაგებული ამხნიანი ამ სიგრძის და ასე ნაფიქრი რომ ყოველი ლექცია make sense ეგრე არც ერთი კურსი არ არის ანუ 6 თვიანი კურსი გამოვიდა რომელიც იწყებს ნულიდან, ანუ უშვებს უბრალოდ ჭკვიანი ტიპი ხარ, მეც არაფერი დაშვება არ არის, არაფერს არ გთხოვ. ახლა რაღაც გვერდში დაშვება გამოდის, რომ იმდაც სწრაფად მინდის რაღაცები, რომ რაღაცები უნდა იცოდე, ან სწრაფად აითვისო, ეგ დაშვება არის, მაგრამ პირდაპირ დაშვება არის, რომ არაფერს მათემატიკაც ცოტა ისმენ და ჭკვიანი ტიპი ხარ. და პროგრამირებას გასწავლეთ ნულიდან, ცვლადებს გიხსნით Python-ში და ბოლოში გადიხარ და LoRa-ს და CLORA-ს და რაღაც კლიპს და რაღაც ეგეთ მოდელებს სწავლობ რა. vision transformer-ებს, VLLM-ებს და რაღაცებს არქიტექტურის დონეზე და დატრენინგების დონეზე სწავლობ. ამას დავლინკავთ აუცილებლად. კი, ერთი უმაგრესი. ახლობთ 42 ლექცია არის, ნაკრების მეცადინეობაც არის კიდე, რაც არის დამატებით სიღრმეებში ჩასვლა და ამოცანების გარჩევა. ხო, და მოკლედ ეს 42 ლექცია ჩავატარეთ, მერე დაუმეგობრდით TBC-ს და JITA-ს. რა ჩინეთში იყო ოლიმპიადა რაც ხადი ეს დარეგისტრება რაღაცები ხარჯებთან არის დაკავშირებული გვენდნენ. მანამდე ეროვნული ოლიმპიადაც ჩავატარეთ პირველი. არა ესე ჩვენი საავტორო ამოცანები მოვიფიქრეთ. ჩავატარეთ, ავარჩიეთ ნაკრები, 8 კაციანი, მერე დაგვაფინანსა JITA-მ და TBC-მ, ჩვენმა პარტნიორებმა და წავიყვანეთ ჩინეთში. იქ საკმაოდ ისეთი სერიოზული ოლიმპიადა გამოვიდა, რუსებმა მოიგეს სამწუხაროდ. მას 8-დან 7 ოქრო აიღეს. და ერთი ვერცხლით რაღაც ეგ ძალიან მაგარი შედეგი დადეს რა. მაგრამ ჩვენც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ ბრინჯაოს медаლი ავიღეთ და ეგ იყო ემოციურად და ყველანაირად ძალიან მაგარი შედეგია, ძალიან მაგარი შედეგია. პირველივე წელს თან რაც ამ დიდ ქვეყნებს, ამერიკას, ჩინეთს, რუსეთს, პოლონეთს, ანუ ესეთი ტრადიციული ქვეყნებისაც ესეთი ოლიმპიური ტრადიციები აქვს. ორი გუნდი ყავდათ გამოყვანილი და ანუ ეს медаლების რაოდენობა მცირდება. ძალიან დიდი კონკურენცია იყო. და რა თქმა უნდა ხა დრამატურგიაც იყო რომ რაღაც პატარა დაგვაკლდა თორე ვეცხლზე გავდიოდით და ეგეთებიც იყო რა თავის დრამატურგიით.
და უკეთ ბრინჯავა ვიღეთ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ ესე იგი ღირდა ეს შრომა რაღაცა და ესე იგი სწორი არჩევანი გავაკეთეთ რომ დავათარგეთეთ ეს გრძელვადიანი სწავლება და ფუნდამენტური სწავლება შუაში ნაკრების მეცადინებაც ჰქონდა სადაც აი კოტე ყავდა მოწვეული ნიკა არის კიდე დოღონაძე რომელიც არის DeepMind-ში ანუ გინდა ესეთი inspiring თოლქებიც გვენახებინა რომ იცი რა შენი შრომა დაფასდება რაღაც ეხა აქ ხარ ცოტა ხანი მოიცადე და შეგიძლია შენც OpenAI-ში იყო ან DeepMind-ში ხო რაღაც ესე წამოვიდა იქ ოლიმპიადაზე რაც ფიდბექი ავიღეთ რა უნდა გავამუჯობესოთ და ახლა ვიწყებთ მეორე კურსს paper reading club-იც იქნება მათ შორის ერთ უკვე მეორე კურსელებისთვის ვინც უკვე იყვნენ ერთხელ მაგათთვის კიდევ უფრო გაძლიერებული კურსი გვაქვს და ჩვეულებრივი კურსიც გვაქვს რომელიც დავააპდეითეთ იმის მიხედვით რა ფიდბექიც მივიღეთ ბავშვებისგან და შედეგისგან რა ხო პირველ რიგში ანუ ვიტყვი ძალიან ჩვენი ასე ვთქვათ გიორგის დუდუსთან ნიკას სახელით რომ ჯერჯერობით ჩავეწეროთ ხო ანუ საჩავეწეროთ ჩემი კითხვა ეგ არის რა სად ვისწავლოთ ეს ყველაფერი ჩვენს მაგრამ მეორე ამბავი არის რომ ანუ პატიტიკის გარეშე უმაგრესი ამბავია ანუ ენთუზიაზმით ანუ თქვათ ახლა ჩვენც ენთუზიაზმით ვაკეთებთ ამ ყველაფერს რა მაგრამ თქვენ ახლა ვთქვათ ბავშვების მიმართულებით ეგეთი ასე ვთქვათ contribution რო გააკეთეთ და რესურსი დახარჯეთ და ლექციები და 42 ლექცია და მოკლედ ძალიან ფასდაუდებელი ამბავია რა და ყველას ვინც გვისმენთ მოგიწოდებთ რომ გადახვიდეთ ლინკს დაურთავთ და ერთ-ორ ლექციას მაინც უყუროთ დარწმუნებული ვარ რამე საინტერესოს გაიგებთ მათ შორის ჩვენც რა ბიჭო ხო და მან რა არის კიდე იცი რა ვფიქრობ ანუ ჩვენც აი წეღარ ვახსენოთ ჩვენც ხო რაღაცა ასე ვთქვათ ენთუზიაზმით ვაკეთებთ რაღაცებს მაგალითად შოთაც ენთუზიაზმით აკეთებს რაღაცებს მაგრამ ერთი ფუნდამენტური განსხვავება რა არის იცი ანუ შოთა რა პროცესში არის ხალ ჩართული ანუ commitment ბევრად დიდ commitment-თან არის ასოცირებული ვიდრე ესე რაღაც on demand ანუ on the fly რაღაცებს რო წერთ და ვაკეთებთ ხოლმე რა შემიძლია ორმაგად მაგიტორე დასაფასებელი და Euroc შოთა მართლა მთელი მადლობა აი პირველი იმას თუ მე მგონი რომ მართლა გულწრფელად მგონი რომ ძალიან მაგარი კურსი გამოვიდა იმიტომ რომ ისეთი პროფესიონალები ასწავლიან ახლა იქ ისეთ ლექციებს ატარებენ რომ რაც ეგეთი გამოცდილების მიღება ეგეთი რაც პრაქტიკული გამოცდილების მიღება და ისეთ დეტალებს რო გეუბნება რომ აი მაგათაც საბასტუროა არის GNAI-ში არის ML ინჟინერი და რისერჩერი GNAI embedding მოდელებში არის ერთ-ერთი საუკეთესო თუ არა რა და იქ paper-ების ერთ-ერთი თანაავტორი და პირველი ავტორია და იმპლემენტაცია და ის რო გეუბნება რომ რაღაც პრაქტიკაში ესე მუშაობს, ეს არ მუშაობს. ეგ ისეთი რაღაცაა რომ ვერ მიიღებ მაქვს სხვანაირად რა. და ზუსტად მაგაზე წუწუნებდით მანამდეც რომ აი ეს ინფორმაცია რომ აი pre-training-ი როგორ ხდება, რამდენი კითხვა მაქვს, იცი? აი მაგალითად ეს მარტივი კითხვა, რომელიც ვერავინ ვერ გამცა პასუხი და ვერც მე ვერ მოვიძიე პასუხი, რომ აი როცა LLM-ს pre-training-ს უკეთებ რა ვიკიპედიაზე ესე მნიშვნელოვან data-ს თავიდან უშვებ თუ ბოლოსკენ უშვებ თუ მაგას რამდენჯერმე უშვებ ეგეთ რაღაცებს აკვირდები რომ თავიდან თუ შეუშვი ვერაფერს ვერ დაიმახსოვრებს ხო და რაღაცა კითხვები არის რომელიც ვაფშე ანუ არ მოდის ჩვენამდე ეგ ინფორმაცია და პაბლიკადაც არ მიდის და ვისთანაც ეგ ინფორმაცია გროვდება არის ტიპები ქვეყნები და რაღაცა გარემოებები სადაც მაგათი ხალხი მუშაობენ ამ დიდ ლაბებში და ჩვენგან ერთი ნიკა მუშაობს DeepMind-ში რაც მანამდე მარია მუშაობდა DeepMind-ში, Waymo-ში, კაი, ძალიან ისეთ კაი გუნდებში. რაც ეხლა კოტე არის, მაგრამ კოტეც რაღაც უფრო software-ულად არის, ესე ML მხარეს ნაკლებად არის რა და ესეც მაგარი რომ ამათ თავიდან რომ მიცეთ იმის საფუძველი რომ სხვა ქვეყნის ტიპებს ძალიან არ ჩამორჩნენ, იმიტომ რომ საფრანგეთში Mistral-ი რო ყავს და ეგეთი კომპანიები რო ყავს, უფრო მეტი რაღაც ხდება. ამიტომ ის ბავშვობიდანვე exposed არის ამ AI-ის რაღაცეებს და უნდა არ უნდა ისწავლეს. ორივეს ერთი ინტერნეტი გვაქვს, ქართულსაც და ფრანგსაც. მაგრამ იმას ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს, იმიტომ რომ ბევრად უფრო სწრაფად მიდის, ბევრად უფრო მეტი რაღაც მიდის და ბევრად უფრო გაფილტრული რაღაცები მიდის და უშუალოდ კონტენტი აქვს, live content და არა online content-ი რა. და ეგ ბევრ რაღაცას ცulis ძალიან. და მაგიტო ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს თაობა მე რო გაიზრდება რაღაც ეგეთებში მოხდება და მე დააბრუნებს უკან რა. ამიტომ რაც გვაქვს უნდა გავაერთიანოთ ფრანგებს რაღაცებში ვაჯობეთ იქ მაგალითად ეგეთ ქვეყნებს იმიტომ რომ იმათ მე ის ვერ შეძლეს რაც ჩვენ შევძელით რომ გააერთიანო community ლექტორები მოიწვიო რომლებიც ახლა იქ Mistral-ში რო არის ეზარება ვიღაც მეტაშია ეზარება ვერ ხედავს ველიუს მაგესნა არის კიდე 5-ია და ჩვენთან თითოეულმატი მაინც ის რომ ახლა რაღაც ანუ ვიღაც Google-ში რო ეწყეს მუშაობა Forbes-ი და Entrepreneur-ი წერს რაც ახლა ძალიან კაია მაგრამ ჩვენც ხო ხდებით რომ ცოტა სასაცილოა რა ელსამად ჯუნიორად რო იწყებ მუშაობას და შენზე რაღაც თელი ქვეყანა წერს
ძალიან კაია, მაგრამ ნუ არა, ეხა ვაფშე გავიდნენ და ვიღაცამ დაიწყო თეგეტას ტექნიკურ გუნდში მუშაობა. თეგეტას არაფერს არ ვერჩი, საერთოდ. მაგრამ ნუ ეხა რაც უნდა ამას აფხელ აღნიშნო რა, ეხა მუშაობთ ჩვენ კომპანიაში. ის მართლა არის, ის მართლა ხდება საქართველოში, რომ ის მაგიცოდნა უნდა გააზიაროს და ყველა როგორც კი არატოქსიკური ძალიან კაი ტიპია და მაგაზე პრობლემა ნაკლებად არის რა. ეხა შეგაკითხოს დასვი რა. თავიდან უნდა ჩასვა, უფრო ანუ ვიკიპედიაზე უფრო მნიშვნელოვანი და თუ ბოლოში რა. ხო. რა პრობლემა არის გავტესტოთ, ხო? ავიღოთ 10000 GPU NVIDIA-სგან. Step 1. Easy. და ეხა აქედან გამიშთა ეს კითხვა, რომ ანუ გასაგებია, რომ large language models ყოველ შემთხვევაში ხო, იგიც არ ვიცი ხა რა, ანუ რომ მოინდომო დღეს რომლის equivalence და ტრენინგებ, ანუ GPT-3.5 რეალურად გაკეთებადია თუ არა, მაგრამ ხო თუ ამ კურსს გადიხარ, იმ რესურსებით ხა რაც შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანს კონდეს, DC დატრენინგება შეგიძლია რა, ესე რომ აი ვის საინტერესებს რომ გაუჩნდეს ეს ხო, მესმის. ცხადად შეგიძლია კლასიკური ML-ი, აი თქვა ბანკები, რასაც ტაბულარულ მონაცემებთან მუშაობა, რაც არის თქვა ბანკები, რაც აკეთებენ სიტყვაზე, ეგეთი სტილის ამოცანები გააკეთო ცალსახად. დაატრენინგო მოდელი და შეაფასო ევალუაციის სისტემა ააგო, დაუბალანსებელი მონაცემები რო გექნება ეგენი, რაც იცოდე როგორ გაუმკლავდე ყველანაირ ეგეთ ტექნიკურ პრობლემას. გეცოდინება ფოტოს დომეინში მაგალითად ფოტოების კლასიფიკაცია, გეცოდინება როგორ დაატრენინგო მოდელი, რომელიც ფოტოების კლასიფიკაციას იზავს, image visual search-ი როგორ კეთდება მაგალითად image segmentation. image segmentation არის რომ თითოეულ პიქსელს ლეიბლი მიანიჭო რა ობიექტის უფრო დიდი ობიექტის ნაწილია. თქო ეს სახე, მაიკა, ანა ერთიან ადამიანი რა. ობიექტის დეტექცია, ეს bounding box-ი რო შემოაკრასო, აი აქ არის სახე მაგალითად. ეგ არის image-ის მხრივ. ტექსტის ხარეს იციან მაგალითად embedding mode BERT-ის სტილის embedding მოდელების დატრენინგება, მერე მაგათი fine tuning-ი, მაგათი transfer learning-ი, ანუ გამოიყენო რაღაც არ ვიცი, რაც ამოცანაში როგორიც არის, თქვათ sentiment analysis, რომ ეს Amazon-ის review დადებითია, უარყოფითია, ბრაზიანია, ასე შემდეგ რა. ეგეთი სტილის რაღაცები იციან. LLM-ებზე თეორია იციან, ტრანსფორმერები იციან ნულიდან ბოლომდე, რომ დაძინებულზე რომ გააღვიძო, უნდა გითხრან რაღაც self attention-ი რას აკეთებს. ასევე შეუძლიათ, რომ ეს პატარა language მოდელი, რაც GPT-1 სტილის მოდელი, თავიანთ ისე ეს რაღაც ხრივ skills ცდება, რესურსებზე დადიხარ, data უნდა გქონდეს და ასე შემდეგ და თან დადიხარ ისეთ რაღაც ცოდნა გაქვს, აი წეღარაც კი ეგეთ რაღაცეებზე, რომ აი როგორ უნდა გაასუფთავო ტექსტი, რაღაც არის domain knowledge-ები, რომელიც პრაქტიკაში მოდის. ეგენი ცხადია ვერ ექნებათ, იმიტომ რომ ამოცანა არ არის ეგეთები რა. ამოცანის ოლიმპიადის სტრუქტურა და მიზანი არ არის, რომ large language მოდელები დაატრენინგებონ ბავშვებს, უფრო well-rounded ცოდნა არის. იციან fine tuning-ი როგორ ქნან LoRa-თი და ასე შემდეგ რა. შეუძლიათ ამ ჩვენ კოდი ვანახეთ, ასე თქვათ, გავტესეთ, ჩვენს დაუწერეთ და მერე უკვე ხა ცხადია, ანუ კიდე კარგი რა არის, შეიძლება ესე თლიან კურსი არ ნახო, მაგრამ უცებ გაინტერესებს vision ტრანსფორმერები როგორ მუშაობენ. შეგიძლიათ დასაჭრო ქართულად და ქართულად ნახავ ვიდეოს. შეიძლება თლიანი კურსი არ ნახო რა, ანუ ცალკე აღებული ვიდეოებიც ძალიან ბევრი თემატიკაა. LoRa-ზე, კვანტიზაციაზე, კი, ზუსტად ეს არის. აი ხა ეს მაგალითად ხალხო ამ ლექციას თუ ვინმეს გაინტერესებთ, რანაირად ხდება მოდელის ტრენინგი ზოგადად, აუცილებლად შეგიძლიათ. ანუ ფურცელზე აქვს გამოყვანილი სანდროს, რომელიც არის საქართველოს ყველაზე მაგარი ML ინჟინერი, ხელით აქვს გამოყვანილი მათემატიკურად, როგორ ხდება backpropagation. ეს არის ეს კურსი მოკლედ მაინც მსმენელებსაც რო უთხრა და აი მაგალითად დარწმუნებული ვარ ცოტა წარმოდგენა თუ გაქვთ მათემატიკაზე, ამას რო უყურებთ და თუ წარმოდგენა არ გაქვთ მათემატიკაზე, შეგიძლიათ წინა ლექციებს უყუროთ მაგალითად. კიდე უკეთესი. მერე deep neural. ამას უნდა ჩაუჯდე მე ხალხო, კი არ ხუმრობ. ჩასაჯდომი ლექციებია რა, ძალიან მაგარია. ვა, ხაგერი 2 საათი ლექცია. ზოგ შემთხვევაში სახელი ბიოქიმიაულობა შესავალი NLP-ში 3 არის. და შეიძლება ის იყოს რა. ეს რაღაცა ბომბი იქნება 6 საათი ხა ტყუილ ხო მოცდებოდა. აუტლაიერი გამოვიდა ეს აუტლაიერი ადამიანი აქ ლექტორი. ვა, ანზორი თან. მოვიკითხოთ ანზორი. სულ ვიცნობთ. კი. ხო, ალბათ ანუ მაშინ ანუ ეს არ ვიცოდი ამ ხელა კურსი, რომ იყო და უკვე იდო რა. შეიძლება ანუ
ეგეთი რჩევაც ალბათ რომ ანუ შეგიძლია რაღაც ნახოთ თქვათ ზოგადად რა არის ასე რომ 10 წუთიანი ვიდეოები და თუ მიხვდები რომ ძალიან გაინტერესებს მე ჩაუჯდე უკვე საფუძვლიანად და კარგად გაიარო ეს ყველაფერი რა კიდე რაც მნიშვნელოვანია რომ ახსენო ბოდიში გიორგი დაგეჭერი არის რომ რადგან ფიქრობდით არის რომ accessible უნდა იყოს scale-ზე 5 წლის მერე რაც გავაკეთეთ არის რომ გავაკეთეთ ასევე Discord server-ი სადაც ყველას შეუძლია შემოსვლა ანუ არ ფილტრავთ მხოლოდ მოსწავლეებს ყველას შეუძლია შემოსვლა თუ 3 წლის მერე ნახავ ამ კურსს და კითხვა გაგიჟდება მე გუწფელად იმედი მაქვს რომ მინიმუმ მე ლექტორები და ბავშვებიც მათ შორის შეიძლება რომ გაცენ პასუხი თან ფორსირებული იყო რომ ყველაფერი რაც მასალები იყო Discord-შიძვე იდებოდა ანუ რაღაც სეპარაციას არ ვაკეთებდით ვინც ჩვენ ბავშვები ესწრებოდნენ ონლაინში შემოდნენ ლექციაზე იმაცა და ვინც თან თავისი ტემპით გადიოდა ან უბრალოდ გადიოდა თან ის არის ოლიმპიადა შეიძლება ყველასთვის არ იყოს მაგრამ აქედან ისეთი კონტენტი რჩება რაც ქართულ ენაზე სხვაგან არ არის რა ამიტომ ყველანაირად ძალიან ღირებული რაღაცაა უმაგრეს მოკლედ ხალხო კიდევ ერთხელ უეჭვლის ანახავი კურსია რა უეჭვალი მათ შორის Discord-ი რო ახსენი ძალიან კარგი არის რა ეხლა ეგ კითხვა უნდა დამესვარო ანუ ძირითადად ეხლა მე რო ვსწავლობ რაღაცას I need an accountability body რა ხშირ შემთხვევაში ვიღაცა არ ვიცი ან რაღაცა ჭირდება რომ ვიღაცას ნუ ადამიანური რაღაც თქო კავშირით შემოვიდეს და ანუ Discord community-ს რო გაგვთ ხო ეგ ძალიან მაგარია Discord-ის ლინკიც აუცილებლად ამ ვიდეოს description-ში იქნება რა ხო რაღაც იმას ვინც გიყურებს ყველას ინიციატივა მივცეთ რომ მათ შორის აჩოს და მეც და გიორგისაც რომ კი აგერ დავემატე მე უკვე AI Olympiad course Georgia შეგარი ადგილზე ვარ მაგარია ეხლა დავუბრუნდეთ მოდი ანუ აიწყენ ძალიან nerd sniping-ი გამიკეთა იმ კითხვა რაზეც ახსენდი რომ okay გაქვს მოცემული რაღაც ემოჯიების სეთი და უნდა გასცე ასე ვთქვათ პასუხი ხო ან სავარაუდოდ საერთოდ ალბათ იქიდან დავიწყოთ ახლა როგორ ხდება ამის შეფასება იმიტომ რომ თქვათ მაგალითად lead code-ი მაქვს ნახი და გაკეთებული რაღაც ოლიმპიადის მათემატიკის ამოცანები მაქვს გაკეთებული და მანდ ეგეთი პრინციპია ხოლმე რომ ჯერ უნდა მიხვდეს საერთოდ რისი პრობლემაა რომელი კატეგორიის მე იმ კატეგორიაში დაყო რაღაც კომპონენტებად და მე მიხვდები რომ რაღაც გავსი გაკადრე ამოხსნელი და რაღაც ნელ-ნელა ეგრე აწყო solution და მე თან მეორე ხარეს არის რაღაც judge ახლა რომ კოდის შემთხვევაში იქ judge არის რომელსაც წინასწარ აქვს ბევრი input output-ები და ამოწევს ალბათ ხა ამასაც ეგრე რაღაც training-ს გაძლევენ და აი რამენაირად რომ გასაგებია ჩვენი მაყურებელი არ ჩვენ ძალიან deeply ML-ის knowledge-ით არ გამოვირჩევით მაგრამ აი როგორ დაშლიდი მაგ იმას ასე შედარებით high level-ზე რა ამშვენი პოინტია ხო არა შეიძლება ამოცანას აკეთებ მაგრამ მე რა ხდება აი ეს ამოცანა რაღაც ხრივ გავს იმ ამოცანებს რომ კრეატიულობა გჭირდება რა ანუ პროსტა ML იცი აქ და კოდის წერა იცი ამ ამოცანებს ვერ ამოხსნი რაც პროსტ კლასიკური რაღაცა data scientist-ი რო აიღო და ჩასვა არის შანსი რომ ეს ამოცანა ვერ ამოხსნას რა თუნდაც ფუნდამენტური ცოდნა გქონდეს უფრო ამას ამგვარებენ აი ვაგეთ Kaggle Grandmaster-ი რა Kaggle competition-ები არსებობს რომელიც არის Codeforce-ის competition-ების სტილის რაღაცა ოღონდ მორგებულია ML-ზე რა ამას აქვს ძალიან სასწაული სპეციფიკა რომ აქ იმ Kaggle competition-ზე შენ გეძლევა X-ები ანუ data გეძლევა და Y-ები უნდა დააფრედიქტო პასუხები რა და მე ეს პასუხები JSON-ად გაუგზავნო და მე ისინი შეგიფასებენ ამ შემთხვევაში აქ რადგან ბავშვები არიან და კოდის შეფასებაც უნდა და რაღაცები რომ ვიღაცამ ხელით არ ჩამოწეროს ან chatbot-ს არ კითხოს რომ პასუხები ჩამომიწერე და მე ეგ არ ჩასვას მაგიტო გააკეთეს ძალიან რთული ჯაჯი რა რომ ანუ back-ში გაქვს GPU კლასტერი და separated რაღაცა ჯობი ეშვება რომელიც შენ notebook-ში წერენ Jupyter notebook-ში run-ოლით ეშვება თავიდან ბოლომდე და შენ ის უნდა იყოს რომ რაღაც არც ერთმა არ გამაზოს რა ანუ ტრენინგით თუ გაქვს ნულიდან უნდა გაეშვას და მანდ ეხა შე რაღაცა ხო რა ანუ ეშვება და ეგ GPU-ზე გაქვს რაღაცა იზოლირებული ჯობია უშვებს მაგას output-ს გეუბნები რომ არ შეცვალო რომელიც რაღაცა JSON ფაილს დააუთპუტებს მე მაგ JSON ფაილს უკვე რაღაც შეაფასებს როგორც შენ თქვი იმით რა რაღაც ან accuracy-ით ან რაღაც მათემატიკური მეტრიკით რასაც მოიფიქრებენ ამოცანის ფარგლებში მე ეს ეშვება და ეს უკან გიბრუნდება პასუხი და დაახლოებით ლიმიტაც თქვა 10 წუთი უნდა იყოს runtime მაქსიმუმი და ასე შემდეგ რა და GPU-ები გაქვს ისეთი რა კოლაბზე რა GPU-ც გაქვს რაც P40 თუ P40 სადღაც რა
ხო, მაგათ ეგრე არის და რა შეიძლება ამოცანის ამოხსნას, ანუ კრეატულობა გჭირდება და ფუნდამენტური ცოდნა. ანუ კრეატულობით უნდა მიხვდე, რომ ეს ამაზე დადის, მაგრამ მაგის მერე შეუნდა გესმოდეს უშუალოდ როგორ დაწერო კოდი, როგორ დაატრენინგო და ასე შემდეგ. ანუ პროსტა იდეა მოიფიქრე არ მუშაობს. აი, ეს ამოცანა რო გავიაროთ შეიძლება? high levels. კი, აი, მანამდე ერთ ამოცანას პატარას მოგიყვები. აი, შეიძლება ვაფშე ჩვენი ოლიმპიადა მოგიყვეთ, რაც იყო რა. კი, ჩვენი ეროვნული საავტორო ამოცანები. ზოგადად image კლასიფიკაციის ამოცანა არის, რომ ფოტო გაქვს, კლასი გაქვს. მაგალითად, ამ ფოტოზე არის თვითმფრინავი. ამაზე არის მანქანა, ამაზე არის ვაშლი. და შეუნდა დაატრენინგო მოდელი, რომელიც ამას რაღაც ექსპრესით გაარკვევს რა. ჩვენ შემთხვევაში ესენი კი არ მივეცით. მივეცით image to text-ის caption-ები. ანუ იქ თუ იყო თვითმფრინავი, იქ ეწერებოდა, რომ the airplane in blue sky. ან რაღაცა, gray airplane in blue sky. ანუ აქ არის ტექსტები მიეცით, ანუ აღწერები სურათებს. ხო. და აქ იყო რომ ამათ უნდა მოიფიქრებინათ, გაენალიზებინათ ეს ნაწილი. იმიტომ ზოგანი airplane იქნებოდა, ზოგანი plane იქნებოდა. მერე ჭკვიანური რეგექსები დაეწერათ მაგალითად, რომ ამოერჩიათ. ეს არის კრეატიული ნაწილი. და მერე დადიხარ რომ შეგიძლია რომ ეს მოდელი დაატრენინგო, რომელიც ამას კლასიფიკაციას გაუკეთებს. ეგ არის მეორე ნაწილი, რაც არ იყო რთული ნაწილი რა, ფუნდამენტი თუ გესმის შეძლებდი მაგის გაკეთებას. მაგრამ მანამდე დადიოდი აქამდე რომ გაგიანალიზებინა, გენახა ეს მოდელი როგორ აუთპუტებს გაძლევდა, რა სინონიმებს იყენებდა, რაც უფრო კარგად გაფილტრავდი, მით უფრო სწორი ლეიბლები გექნებოდა. და ის უთხრათ რომ წინასწარ პოტენციურად ესათი ლეიბლი გაქვს. ანუ ეს უნდა მოძებნო, მაგრამ იქ ზოგჯერ დიდი ასოც წერია, ზოგჯერ პატარა ტიპი, პირდაპირ control F-ობა, ანუ in ფუნქცია არ იმუშავება. ხო, ან type-ი შეიძლება იყოს, რა ვიცი, ხო. ხო და ამიტომ რა მთელი pipeline-ი რაც არის ხოლმე ML-ის რო, ანუ ჯერ უნდა ну кай data მოგროვებული იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ clean data ну გაასუფთავო და preprocessing გააკეთო, ყველაფერი სტეპი უნდა გაიარო. როგორც ხო. აი მეორე იყო მაგალითად Quora-ს კითხვების დატასეტი მივეცით, სადაც იყო, ანუ ეს კითხვა არის თუ არა იგივე კითხვა, იმიტომ რომ Quora-ს ეგ დედუპლიკაციის მექანიზმი აქვს, რომ არ დაისპამოს ძალიან რა. და ეგ უნდა მივეცით ძალიან პატარა embedding მოდელი, ძალიან სუსტი embedding მოდელი. და მივეცით რა? მივეცით დადებითი წყვილები, რომ ესენი დუპლიკატები. და მივეცით პროსტა 100 წინადადება, წვილი არა წანდება და უთხრათ რომ არც ერთის დუპლიკატი არ არის. და შენ ახლა უნდა მიხვდე და რაღაცნაირად შეადგინო ნეგატივ სემპლები აქედან. და მან უნდა გესმოდეს რომ აი თქვათ ის გამოიყენო და ყველაზე მსგავსი არამსგავსები გააკეთო, რომ უფრო საინტერესო დასწავლო მოდეს. ხვდები რომ ანუ ამათში ჭკვიანად დაარჩიო რომლებია ძალიან საინტერესოა. Fuck programming რა. Let's do ML guys. მან ოღონდ მაგის ამოცანის შედგენაც მაგარი რთულია. იმიტომ რომ შენ ჯერ ამოცანის იდეა უნდა მოიფიქრო, მერე data იპოვო და მერე გინდა რომ აუ ნეტა ამას მიხვდეს. ეგ ნეტა ამას მიხვდეს, ზოგჯერ ყველაზე კარგი solution-ი არ არის. ვიღაც შეიძლება brute force-ი შეიძლება ვერ მიხვდეს, საერთოდ ვერ მიხვდეს. ხო, ეგ კიდე მაგრამ შეიძლება brute force-მა აჯობოს ამას და მაშინ შენი ამოცანა აზრს კარგავს რა. გავიქ. მაგის დასმა მაგარი რთულია, რომ actual-მა სწორმა solution-მა მართლა სწორი solution და კარგი შედეგი დადოს რა. და ეგეთი ისინია რა, YB-ის ამოცანები. რასად როდის ის კითხვას ავიტანე რა, შეიძლება უნდა იყოს ჩატოვებული ძები, რომ რეალურად იპოვოს პრიანი სუისი არ უნდა იყოს რა, რომ აი თლიანად წინასწარი ცოდნა გჭირდება რა, მაგრამ თან არც მარტივი უნდა იყოს და არც გვერდიდან შემოვლა. და რასად როდის ხა უსვათ მოვაფიქრდა, რომ აი ხა შეხო თქვი რომ ნაკრები წაიყვანეთ ოლიმპიადაზე რა. ნაკრები რამე გუნდურ აქტივობას მოიაზრებს თუ ინდივიდუალურად არის ყველაფერი? პირველი გამოშვება ამ ოლიმპიადის იყო გუნდური. მერე მიხვდნენ რომ ეგ დიდ ავტორიტეტს ვერ მიცემდა რა, იმიტომ რომ გუნდური ანუ გუნდი ხსნის ამოცანას ერთად? ამოცანა იყო და ხო გუნდი ხსნიდა ერთად რა, ორი ლეპტოპი ჰქონდა და 4 ტიპი იყვნენ. გავიქ. როგორც აი ICPC-ზე რო არის ხოლმე რომ რაღაც ერთი წერს კოდს, მეორე ფიქრობს სიტყვაზე და ასე. მაგრამ მან მიხვდნენ რომ ბავშვებისთვის პრესტიჟის ამბავი არის რომ ინდივიდუალური მედალი აიღო. მერე მაგით მერე MIT-ში და ეგეთ უნივერსიტეტებში მიდიან. და შეცვალეს. წელს იყო ერთი რობოტის დატრენინგება რა. ჯერ სიმულაციაში ატრენინგებენ მოდელს, რობოტს, რომელსაც აცა ოთახშია, უნდა მივიდეს, ყვითელი ბურთები აიღოს, ხოლოდ იმ კუთხეში გზაზე დაბრკოლებებია. მივიდეს მეორე კუთხეში, წითელ ყუთში ჩაყაროს და მერე ეს ყუთი მთლიანად მიტეროს მესამე კუთხეში. და shortest passes ალგორითმი თავისი BFS-ებით და რაღაცებით დეფოლტები გაქვს
მაგრამ შენ შეიძლება ყველაფერი გაუმჯობესო, რაღაც იქ კლასიფიკატორი მოდელი გააკეთო, რომელიც იქ მიხვდება თქვათ, რაც ყვითელ ბურთებს წითელ მაგას აკეთო, მე ვინც კარგად გადალახავდა, მაგას გუნდურად წედნენ კოდს. მე უკვე რობოტში actually ადიპლოიმენტებდნენ და იტესტებოდა რეალურ გარემოში. აუ ძალიან მაგარია რა, ეხლა დავბრუნდა სკოლის ასაკში ხალხო. ძალიან შურს. რაღაც ხო და აი ერთი მას ვიტყოდი კიდე რა, ის შოთა შენ რას თქვი რომ ინტერნეტი ყოველთვის ერთია, მაგრამ წარმოიდგინე რომ ჩვენ ახლა ამდენ ხანია რაღაც ამ სფეროთ ესე გვაინტერესებს პოდკასტში ხალხი მოყავს რაღაცა და ამ თემებზე შეიძლება ვილაპარაკები ახლა. პირველად ვისმენთ რა და წარმოიდგინე ახლა სკოლებში და თქვათ უნივერსიტეტებში შეიძლება საერთოდ არ იყოს რა ცნობიერება და ამიტომ ვინც გვიყურებთ ხალხო შოთა და ეს აქტივობები ძალიან შესაძლებელია სასწრაფოდ. არა, მან დიცი რა არის, მე მგონი სტორი მესეჯი, ანუ შეიძლება ვინც გვიყურებდეს, ანუ იმდენად, მე მგონი იმდენად მნიშვნელოვანი და მოკლედ მართლა გულწრფელად ვამბობ, რა, ხო ვინმეს ვარ გეკონოთ რა, ჩვენ შევთანხმდით, რომ შოთა უნდა ვაქოთ დავდით, არა, მართლა ძალიან გულწრფელი ისენია, რა ქვია. ასე ვთქვათ, სენტიმენტები ჩვენგან და მე მგონი, ანუ ჩემი ეს ეხა რასაც ვისმენ, მართლა იმდენად მნიშვნელოვანი რაღაცა შეიძლება იყოს, რომ არათუ ანუ ვინც გვისმენს პირადად მანდ, ანუ ცოტა გავრცელდა, ანუ გარშემო თუ ყავთ ხალხი, იმიტომ რომ აი ცოტა წეღარო ამბობდი რა. შეიძლება ევროპაში, რაღაც სხვა უფრო განვითარებულ ქვეყნებში ის რაღაც ეგეთი მოწადინებული და მოწყურებული უფროსი თაობა ბჭყალებში, ვისაც უნდა რომ უსროს თაობას რაღაცები ასწავლოს. იქ კაკრას არ იქნება ეგ და ანუ ჩვენთან ეგ რაღაც ენდემური ხილი არის უფრო და მაგის გამოყენება რომ მომავალ თაობას შეუძლია. ეგ ჩემს და აი მართლა არ გასამაზე, ну, რავი რა, მართლა არ გასამაზე ეს სიტუაცია. არა, ტრენდი აგორდა და ძალიან მოწე. თქვენც რაღაცას ენთუზიაზმს აკეთებთ იქ რა, დევთერაპია, ну, რაც ხალხი არის, ვინც ჩვენ აი თბილისი AI meetup-ი ცოტა მოვიკითხოთ აქედან, უმაგრესად აკეთებს. ტრენდია რა, კარგი საქმეების კეთების ტრენდია და რა ვაშავაგდეთ რა, მეტი გავაკეთეთ. ეგრით. ახლა რეალურად ბევრი სპეციფიკაცია თუნდაც აჩვო ჩვენ იმიტომ შეიძლება ამაზე არ გვისაუბრია, რომ ჩვენ უკვე რო გავიზარდეთ, თქვათ, მე მოხდა ამის ჰაიპი რა, თეორიულად და შენ უკვე სპეციფიზირებული ხარ, რაც უფრო ახლა პატარა ხარ თეორიულად, მithme უფრო ჯენერალისტ შეიძლება იყო რა, ანუ შეიძლება geography engineering-იც იცოდე და რაღაც დონეზე და თან ამასაც Java developer იყო ეს სული ეს ყველაფერი რო გააივდა ასე რომ ამის მოსწავლებელი გზა აღარ არის უკვე. მახსოვს. რამდენი საგანი ესაც გავიარეთ მახსოვს ფრიუნიში. კი. Java-ზე OP იყო. ერთ ვიტყვი კიდე რაც გავიარეთ და დამავიძა თქმა, რაც მოვიფიქრეთ არის რომ ხო, რა მოგვივიდა რა. იმდენად გადავერთეთ რომ თეორია გვესწავლებინა. ერთ მაგარი რაღაც უცნაური მოგვიდა სასაცილო. ანუ ძალიან დიდი თეორია, ეს არის PhD მასალა რა. მართლა ხა მე მაგისტრატურას არა მაქვს იდეაში, ონლაინ მაგისტრატურას გავდივარ ჯორჯია ტექში, მაგრამ მე გარიცხული. მაგისტრატურას არა მაქვს, მე კი არ ვლაპარაკობ რომ მე ვიცი, მაგრამ ლექტორმა ესეთ ცოდნა შევკარით რა, ბევრი ლექტორის PhD ცოდნა შეიკრა. მაგას თუ ასწავლის სკოლის მოსწავლეს, ესეთ მოკლევადაში 6 თვე თუნდაც მაინც მოკლევა და ანუ ძალიან რთულია რა. და იქ ოლიმპიადაზე იყო ნათქვამი რომ GPT-ს გამოყენება შეგიძლიათ. ანუ პლატფორმაში რაც ეს ეშვება ბექსზე, ნოუთბუქს წერდა და მე ბექში ეშვება იმ რაც ევალუაციაზე, იქ არის ჩაშენებული ჩატბოტი და შეგიძლია გამოიყენო. ხო და ჩვენ კონსეპტით მაგაზე როგორც ჩვენც ახლა ალბათ თქვენც ეგრე წერთ კოდს რა, ანუ ნაკლებად დარდობთ უშუალოდ კოდის წერაზე, დარდობთ დიზაინზე, დარდობთ სწორად მიცეთ კონტექსტი LLM-ს და სწორი ხარისხით და გაიდლაინები რაც გაქვთ თქვენი პირადი და კომპანიის პოლიციებით მაგას ჩაჯდეს რა. და ამოცა ამოხსნაზე ფიქრობ და არა კოდის წერაზე, ალბათ მე დაშვება მაქვს ეგეთი. ამათ ეს ეგრე ვასწავლეთ. ამოცანის ამოხსნაზე და ეს კოდ დაგიწერთ ეს კაცო GPT-ა რა უნდა მაგას. მეც ეგრე ვწედი, ადგილზე რო ვიყავი და გამზადებული ნოუთბუქები მიმქონდა და იქ მე ექსპერტებს ვატარებდი და იქ პარამეტრების ცვლილებაზე ვდარდობდით რა, ეს რას უშრება მთლიან პროცესს და არა აქ რაც ამის API როგორ არის რა. რა ქვია იმ ფუნქციას. და აღმოჩნდა რომ ამით კოდი ვერ ისწავლეს რა. და იქ მიცეს ესად მაგარი ბანძი GPT, რაღაცა ძალიან სუსტი, პატარა context window-ი და რაღაც ცუდი system prompt-ით. და ერთ-ერთი rockstar-ი მეც იყო ჩვენი გუნდის, კარგად ყველაფერი დილოდ მოიფიქრა, მაგრამ კოდი ვერ დაწერა კარგად. და როგორი spoil ტიპები გაიჩნდნენ ზოგი, იცი რა. გებაგირება ეზარებათ, ანუ GPT please. კი. სოდა, ეხლა მაგარი ტრენდი არის. და ამიტომ კიდე ერთი მაგარი ინიციატივა გავაკეთეთ, მოვიფიქრეთ, რაც წელს იქნება, ეგ არის AI ლიგა. ანუ ამ ბავშვებისთვის პრაქტიკა რო ქონდეთ ამოცანების
თვეში ერთხელ შევკრიბავთ ერთ ადგილას და დავაწენებთ კონტესტს. და წლის ბოლოს GPU-ები და რაღაცები იქნება პრიზები. ერთი 5-6 ეგეთ შეჯიბრს ჩავატარებთ, ქულები აჯამდება და რეიტინგი top 3-ს მივცემთ პრიზებს რა. ეგეც ინიციატივა, რომელიც ამაც პრაქტიკას და რაღაც თემას აწევს რა. ისე მაგ კოდის წერაზე ჩვენ ალბათ აი ბოლო ისინი ვართ ახლა Max-ზე განსაკუთრებით, ვინც ანუ AI-ის გარეშე ვისწავლეთ კოდის წერა, თან ახლა Max-ზე უჭოლი შეიდგიწევდა კოდის წერა და ეგ პრობლემა არ ქონდა, მაგრამ ეხლა მეც ვატყობ, რომ ანუ wipe coding-ის ერაში ვინც ისწავლა კოდის წერა რა, ანუ მაგაზე არც ფიქრობენ რა და ვაფშე ხოლმე ფიქრობენ რა. რაც თავის პლუსია ხო დემოკრატიზირებული გახდა რა, ანუ ვიღაც ვინც კრეატიული ტიპია, როგორც მუსიკის ინდუსტრია რა, რაღაცაზე რომ კრეატიული ხარ, არ უნდა გზღუდავდეს რაღაც სკილი. რაშება ჩვენ გვხდათ გშურდეს, იმიტომ რომ ჩვენი პროფესია შემოსავალ და რაღაცები ნიდმულია მაგ სკილზე. It's okay. We adapt. That's it. რა. კრეატიულ ტიპს არ უნდა კონდეს რამე რამდენიმე დღის წინ იმას ვქნე რა ქვია. რაღაც ცხოვრებაში რაღაც მომენტები მაქვს ხოლმე რომ ჩემი თავისთვის რაღაცის დამტკიცება მინდა რა და დაახლოებით 3-4 დღის წინ უნდა დამტკიცებინა ჩემი დავშტის რომ Vim-ში JavaScript-ის კოდის წერა ისევ შემიძლია. რაღაც უმარტივეს პროგრამას წერდი ალბათ 2 საათი. Okay, მეტად როდი შეგეძლო კარგად ერთი. არა, ანუ აი ხო, ნუ უბრალოდ იმის ხაზგასმა მინდა რომ just რაღაც თუ დიდი ხანი არ დაგიჩეკავს, ვინ არ დაგიჩეკავთ ვინმეს თქვენი სკილები AI-ის garaშე, just assess it one more time რა. მე მგონი ყურადღება უნდა მიაქციო. შოთა მე მეკრება ერთი კითხვა ახლა. გისმენ. ესეთი რაღაც random კითხვა არის, უბრალოდ რაღაც შენი საინტერესო იქნება რა. ეხლა მოკლედ რაღაც ბაზარზე რო შეხედო. შენ ხარ machine learning ინჟინერი, ეგრე გიწერია ყველგან ეგრე ეძახე შენ თავს და ეხლა რაღაც სტატიებს წაიკითხავ, რაღაც საერთი career opening-ებს შეხედავ, whatever, ყველგან დომინირებს სიტყვა AI ინჟინერი რა. და რაღაც ეს machine learning ინჟინერი თითქოს მეორე ხარისხოვანი ტიპი გახდა. თითქოს რაღაც ანუ ეს რაღაც დილეტანტური შეფასებით ეგრე რაღაც გარედან ეგრე ჩანს. აი ორი სიტყვით ჩვენ დამაყურებელს რო გითხრა, შენი აზრით რაღაც ეს რა ასე ვთქვათ ტენდენცია შეიმჩნევა და რეალურად ეს რაღაც მეორე ხარისხოვანი როლი გახდა თუ ეთიც core ეს ყველაფერი ისევ machine learning ინჟინერი. აი მაგაზე რო მესმის. ზოგადად ტერმინოლოგია ძალიან ცვალებადია, ხა Google-შიც მეტნაკლებად machine learning ინჟინერი ვიყავი, მაგრამ software ინჟინერი მერქვა. არა, Google machine learning ინჟინერს არ იყვანს. იყვანს research engineers, research scientists და software engineers. ანუ ტერმინოლოგია რაღაც ყოველთვის აღრეული იყო. AI ინჟინერის დეფინიცია, რაც წავიკითხე ძალიან მომწონს, არის ტიპი, რომელიც აზროვნებს data scientist-ურად და წერს software ინჟინრულად. ანუ ტიპი უყურებს და ფიქრობს მეტრიკებზე, რაღაც ფიქრობს რაღაცა ევალუაციებზე, ფიქრობს სისტემურად იმაზე, რომ რაც კარგი data იყოს, რომ garbage in, garbage out სისტემა არ ავიწყდება, რომ data უნდა იყოს პირველ პრიორიტეტი და სისტემა მეორე. მაგრამ data scientist-ების მინუსი რაც არის, რომ კოდის წერა არ იციან, რაც მინუსი არის რაღაცა, ну, კოდს არ იციან, production-ები კოდის წერა არ იციან და Docker-თან რომ მიიყვან, უკვე აღარ უნდათ, არა, Docker-ი აღარ უნდა, ეგ უკვე data engineer-ის ან ML ინჟინერის საქმეა რა, მან თავდება notebooks გააკეთებენ და всё. ან version controlling და რაღაცაზე საუბარი არ არის რა. მაგრამ mindset-ი ძალიან სწორია, პრობლემას ძალიან სწორად უდგებიან. მით უმეტეს მაგ დომენის პრობლემაზე. Software engineer-ი ტიპი, რომელიც ზუსტად მაგას აკეთებს. Production rate doesn't matter რაღაცა. გინდა რაღაცა გააკეთებინე ვიდეო სტრიმინგი, გააკეთებინე რაღაცა, პრინციპები იგივეა, ხა შეიძლება რაღაც domain knowledge იყოს, რო იყო რაც OS-ის ინჟინერი ან რაღაცა ეგეთის, მაგრამ ხო რა იდეა იგივეა. ამიტომ AI ინჟინერი ეგ არის. მე რომ მკითხო ML ინჟინერის და AI ინჟინერი ერთგივე არ არის. რაც ML ინჟინერი რაღაც ხრივ კაკრას წეღანდელ დეფინიცია ისეთ ჩდება, რომ ML ინჟინერს მოეთხოვება რომ კოდი დაწეროს Docker-იც გაუშვას და რაღაცა კლასტერზეც გაუშვას და ყველაფერი მოეთხოვება რა. და მოდელის დატრენინგება ნებისმიერ ან პროექტის ნებისმიერ ნაწილში რომ ჩაიჯდა შეუძლია. ჩემი პირადი დაკვირვებით ეს AI ინჟინერი გახდა განსაკუთრებით, აი AI ინჟინერისგან არ მოელოდები რომ დაგიტრენინგებს image segmentation models. AI ინჟინერისგან ელოდები რომ შენ აგიწყობს production level LLM აპლიკაციას. შეიძლება ეს იყოს chatbot-ი, შეიძლება ეს იყოს, რა ვიცი, tool-ი, შეიძლება ეს იყოს დამატებითი რაღაცა, ანუ LLM აპლიკაციას მე ესე მესმის. შეიძლება ვწდები, მაგრამ რაღაც LLM-ის გარშემო ხარ, AI-ში, AI და LLM-ი თითქოს ერთგივე რაღაცად იგულისხმება. ან შეიძლება API-ით აწყობდე რაღაცას, რა ვთქვა, რაც OCR-ის API გამოიყენო, გაპარსო რაღაცები, მერე გაუშვო. ეგეც AI ინჟინერია. ML ინჟინერში თითქოს თავის თავში მოიაზრება, რომ
AI engineer-ისგან თქვენ ეს უნდა ელოდოთ თქვენს მეც დაგესოთ კითხვას, აი local LLM-ის დახოსტვა AI engineer-ის როლში ჯდება თუ უფრო API-ებზე და ეკოსისტემაზე ფიქრობს? ჩემი აზრით, ანუ ხორაც ხაინდა ინფრასტრუქტურული პრობლემაა და არა რაღაც კონკრეტულად დატრენინგების არ ამის გავს. ინფრასტრუქტურული პრობლემები ჩემი აზრით AI engineers ყველაფერი ეხება whatever რა, ანუ გინდა ანუ ლოკალური ის რო არ იყოს თუნდაც, რავი, ხა AI engineers-გან ხაინდა უმეტესი ადამიანი ელოდება, რომ okay, თუ გინდა რომ Azure-ზე დახოსტილი OpenAI გამოიყენო და არა რაღაც ის უბრალოდ მათი API, you expect რო ხო რა, ანუ მიხედავს ეს AI engineer-ი ხო? I think that is same kind of tooling-ი რო ესმის, როგორც software engineers, AI-ისი, ეგ არის AI engineer-ი რა. და იხა, მაგალითად clarify-ერი AI product engineer დაიწყოს რა, ჩემი აზრით. იმიტომ რომ მე მგონი მაგას გულისხმობენ. ახლა მე ვთვლი რომ მე პროდუქტის იქით რაღაც სფეროში ვარ. ჩემ მოდელს ვერ დავატრენინგებ, მაგრამ რაღაცა აპლიკაციებს უშვებ production-ში, რომელსაც აქვს რაღაც რეალური შემოსავალი, ხო? რაც შემიძლია ვთვლი რომ არის AI product engineer რა. მაგრამ ჩვენს თვლით კი არ ნებია, ჩვენს თვლით რომ შენ ხარ. ძალიან ისეთი termi არის, ხო ვიღაცა რომ მკითხოს რომ like what do you do? drop down-ი რო იყოს just software engineer-ს ავირჩევ, ხო მაინც ანუ ეს AI engineer რაღაც hype termi არის მაინც და Java engineer-ს აირჩევ მაგ drop down-იდან თუ არა. მეგობრებო, დაგვიწერეთ კომენტარებში, ვის მოგეწონათ ჯორდანს ეს პრობა, ჩემ Java mode იმაზე, იჭირობაზე და I get called myself as ეს Java engineer. light mode engineer. By the way, შოთა dark mode-ში წერა ალბათ ხო შენს? Google-ში წერდი white mode-ში, იმიტომ რომ არ ვიცოდი როგორ შემეცვალა იმათ რაც Google-ში ყველაფერი თავისი აქვს და ითაც Cider იყო და არ ვიცოდი როგორ Cider-ი რაც დაკლონი დაფორკილი აქვს VS Code-ი ალბათ. დაჟე ედიტორის თავისი არის შიგნით? კი. შეგიძლია ხა JetBrains-იც გამოიყენო, JetBrains-ის პროდუქტებიც იყო, მაგრამ ნაკლებად ასაპორტებენ და ის რაცა Blaze ან Bazel-ის იქაური ვერსია და რაღაცები ბევრად უფრო დასაპორტებულია Google-ში შიგნით. And white mode-ზე წერდი და აქ ინტერნეტში უფრო VS Code-ზე და კურსორზე რო წერ, მან dark mode-ს ვიყენებ. მაგრამ იქ white mode-ში თავიდან მწხვენო და მეთქი დამცინებენ ხომ, მაგრამ მე ყველა ეგრე ვიყენებდა და ამიტომ არ დაგვიგებთ. ჰეითერებო გაიგეთ ხო, Google-ში წერენ light mode-ში. ჩემსავით. აი ეგრე არის. It doesn't affect bugs. აჩა სოციალური ვალიდაცია ჭირდება. შოთა, ეხლა ინტერესზე რომ მოგვიყვე, რამდენი ხანია ინტერესში ხარ, რა შვები ზუსტად და სხვა დეტალები გაგვაცანი გვაინტერესებს? ინტერესში ვარ 4 ან 5 თვეა. ვარ ATG არის ეგეთი დეპარტამენტი Advanced Technology Group. აქაური DeepMind-ია, ოღონდ ეხლა ნუ Pinterest DeepMind-ი არ არის, მაგრამ ნუ აქაური DeepMind-ია. არის რაღაც foundation მოდელებს აკატრენინგებენ, მე მგონია რომ image მოდელებში Pinterest-ი საუკეთესოა. შემდეგ იქნება ალბათ Instagram-ი და Snapchat-ი და Google-იც ახლოს არის თავის Google Images და რაღაცე ფოტოსი და რაღაცები რა. და ჩვენ რაზეც მუშაობთ რაღაც მაგალითად foundation embedding მოდელი, foundation graph-ის აგება, რომელიც ეს სპინები ერთმანეთთან კავშირშია, video embedding-ის მოდელი, visual search-ი, segmentation, detection-ი, ან ყველაფერი დიდი მოდელები ტრენინგდება ჩვენ დეპარტამენტში და მე downstream task-ები რაც თქვა რეკომენდაციის სისტემაც ცალკე გუნდი ყავს. რაღაც გუნდი ყავს და ჩვენი კლიენტები არიან ასევე თქვა ის გუნდები და ჩვენ ამ მოდელებს ვაწვდით inference-ს ისინი აკეთებენ დახოსტვას, მაგრამ fine tuning-ი შეიძლება ქნან იმათმა, მაგრამ foundation მოდელებს ჩვენ ვაწვდით. მე პირადად ეხლა რაზეც მუშაობ არის image segmentation-ის რამდენიმე use case-ი აქვს Pinterest. აი segmentation-ის ეს არის მაგალითად home decor-ის ფოტოები ან fashion-ია, outfit-ია და მარტო ის რომ მომცე რა. მარტო შარვალი რომ მომცე მაგალითად და დავაწყაპო და შარვალი გამოვიდეს მარტო. ეგეთი რამდენიმე use case-ია, სხვადასხვა მოდელია და ახლა ერთ foundation მოდელს ვატრენინგებთ, რომელიც ყველა use case-ი იქნება ყველა მოდელს ცალკე აჯობებს მაგათ benchmark-ებზე. და საკუთრებით რა ძალიან დიდი scale-ის ტრენინგი არის. Google-ზე შემეძლო მოგიყვეთ რომ ჩემეზეც საინტერესო გუნდში მუშაობდი. კი, როგორც იცი რაღაც Gemini-სთან ქონდა შეხება და Gemini Codasys-ში მუშაობდი, რაც არის Google-ის GitHub Copilot-ი. რომელიც ხო, ან ჩვენაც გვიან დავიწყეთ ეს იდეა, ზოგადად ისიც ხო იცით რომ ChatGPT-მდე Google-ს უნდა დაელანჩა
თავისი chatbot-ი, მაგრამ სუნდარმა პირადად თქვა უარი. ნუ ჭორად დადის ეგრე, რომ მე პირველად მესმის ეგ. მე პირველად ეს ალბათ პინტერესტში ლაპარაკობთ ხოლმე იქ ტრენინგის პროცესში. Google-ში შეგნით. ოკეი. პინტერესტში სუარი ჭორი, რომ Google-ი ყიდულობს პინტერესტს და კიდე არ იყიდე რა. ჭორები ყველგან ჭორებია. Google-ში დადის შეგნით ჭორი, რომ სუნდარს ქონდა ეს დაუდეს რომ ნახე გვაქვს, ანუ რათა GPT-3.5-ის ლეველის მოდელი ქონდა და ბარემ ხო არ გამოდიათ პროდუქტად. და ამან თქვა რომ არაო ძალიან სარისკოარიო, ბევრი რაღაცა security პრობლემა ექნებაო, რეპუტაციის პრობლემა გვექნებაო და დააკენსელა. და მერე კი გამოდგა ChatGPT-ი და მერე კი ნახეთ რა. პატიობს და Google-ს არ პატიობენ. რაღაც ეგ ხო ტენდენცია თქვენ სამჩნევთ რომ რაღაც სისულელე თქვა მელოდინია და Gemini რო რაღაცა foundation მამებს შავკანიანებს ხატავს. ნიკოლას, ძალიან ცუდად გვესმის შენი ხმა ისა. იქნებ დაფიქსო. ხო და იქ მუშაობდით Gemini Codasys-ზე. ჩვენი გუნდი მუშაობდა ვარშავის გუნდი მუშაობდა RAG-ზე და RAG-ის ინფრასტრუქტურაზე. კოდის code base-ის, ხო? ხო, code base-ის, რაც ძალიან საინტერესო ამოცანა არის, რაც ალკე აღებული რო გაქვს პოტენციურად Google-ში შეგინთოს რო გვინდოდა მაგის შაშენებას, თუღაზე 9 Google-ში აქვს 9 მილიონი კოდ ფაილი. ან არათუ რაღაცა build ეს ფაილი. მონორეპოში, ხო? ხო, მონორეპოში 9 მილიონი. ოსპალ და max scale-ზე რო გაკაჩოს რა. რო რაღაც ის ზოგადად ამოცანაც რაგიც მაგარი საინტერესოა კოდზე. მაგას გითხარი რა. ჩვენ ერთ-ერთი საყვარელი ტოპიკია ამის. ჩვენ სურაგი. კვაკერი. სინდა ამისო ეგეთი ის გვაქვს ხოლმე, რომ ან მე ვარ უფრო ის ტიპი, ვისაც მოწონს cloud code-ის გრეპი agent-ი რა. და თქვა მე მგონი აჩოსტანიკას არ ვიცი დავაბრალებ ხა, რომ მოწონთ უფრო თქვა კურსორის approach. ნუ ეხლა დღეს უკვე შეიძლება ესე clearly აღარ არის გაყოფილი და სავარაუდოდ კურსორი ბევრი მსგავს მიდგომას იღენებს, მაგრამ თუ თავის დროზე კურსორი როგორც დაიწყო იყო სწორში პატარა კონტექსტ მოდელებში ეგრე მუშაობდა რომ თელ code base აინდექსებდა და მე რაღაც კითხვას დავუსვამდი ჯერ RAG-ს იზამდა რომ მოეძებნა ის და ესე იყო კაი ხანი და მე უცებ გამოჩნდა cloud code და დაიწყო ყველაფერს გაჩვენებს ასაკეთებს ანუ კურსორში ხო დამავლი იყო ყოველ შემთხვევაში ადრე მაინც და გაჩვენებს რომ რეალურად ეს აკეთებს ეს აგენტი თვითონ გრეპავს რაღაცებს ეძებს და იმატებს კონტექსტში ნუ თუ ძალიან ბევრია sub agents და სპონას რომ იმან და summarize-ონს და რაღაცა და ჩემი ვაუ მომენტი ეგ იყო რა ეხლა დღემდე ჩემი main driver-ი ეგ არის და იმ code base-ში ხასაც მე მუშაობ აქაც არის ალბათ რავი მილიონი ხაზზე მეტი ისე არ ვიცი ამდენია მაგრამ ნუ საკმაოდ დიდი პროექტია და it's fine რა ხო და ნუ საბოლოოდ შევჯერდით რომ აი პასუხი არის სადღაც შუაში რა თქმა უნდა ჭირდება ორივეს კომბინაცია რა და ეგრე მოგვიყვე ხო ხო რა მოყვე აი ეგ რა ანუ არ მივიყო რა კითხონდა მიდია ოკეი sorry punchline არა მიდი კარგს მაბედ ხო და ეხლა ჯერ ის მაინტერესებს რომ code-ს რო თქვი ეს ხო მაგრამ პრინციპში რა გირახან ახსენე რომ fill in the middle მოდელი არისო ალბათ თუ ეგ იყო არა fill in the model არის ხო ოკეი ხო მაშინ დიდად code generation-ი ანუ კურსორის თემა უფრო არის ანუ plugin-ი იყო VS Code-ის JetBrains-ის Google CLI cloud მერქი კაცო cloud code-იც აქვს Gemini Codasys ეგეც აქვს მაგრამ Gemini CLI მაგრამ უფრო ჩვენი პროდუქტი როცა მანდ მუშაობდი იყო კონსტრუქციული ამ plugin-ზე რომელიცაც უფრო იყო GitHub Copilot-ი იყო რა ანუ აგენტის გარშემო GitHub Copilot-ი ჩვეულებრივი ანუ ეს იყო რომ აი tab complete-ს წახით რომელიც ვიცი რომ ბევრად რთული ის არის generation-ი chat-ი ყველაფერი რა რაც VS Code-ში გაქვს რა მეინტერესებს ახლა fill in the middle model-ს ან fill in the middle არის რომ ახლა შუაში როსო რა ვიცი მაყურებლებისთვის რომ ანუ და ჩვეულებრივი აგენტისთვის რომელიც ან რეალურად ახლა აგენტის როგორ ცulis რა change რო აკეთებს რეალურად just გაძლევს diff-ს რომ ოკეი აი ეს ძველი ფრაგმენტი შეცვალე ამით და ნუ მაგის დატრენინგების თავი ერთ-ერთი მუღამია რომ რაც შეიძლება ნაკლები გასხმა კონდეს ამ ცვლილებაში იმიტომ რომ თუ ის ჰალუცინაცია მოახდინა ძველ კოდზე ვერასდროს ვერ შეცვლის უდაც სადაც 20 ჯერ
ან რამდენად მსგავსი ის არის ხა პრობლემა ეს fill in the middle და ის და ეთქვათ აი დაახლოებით ინტუიტიურად ამის მოდელირება როგორ ხდება რა აი როცა თავიდან ხო შევესწრები ისე ვილაპარაკო რომ არაფერი Google-ის ინფორმაცია არ გავაჟღერო იმპლემენტაციის დეტალები მხოლოდ რაღაც კლოდის public blog post-ებით ვილაპარაკო რაღაც ეგეთი პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ მე მქონდა ეგეთი ილუზია მანამდე ML მოდელებს როცა ჩემით ვსწავლობდი და რაღაც machine-ს ვსწავლობდი რომ სისტემა არის ერთი დიდი ML მოდელი როგორც წესი ეგ ეხა LLM-მა შეცვალეს LLM-ებამდე აი ყველაფერი აღებული და რაც კი გვეგონა რომ ეგ არის ერთი დიდი AI არის 15 პატარა მოდელი რომელიც სასწაულად დაორკესტრირებული არის აუთპუტებით და რაღაცებით რა ყოველთვის ძალიან ისეთი არის რა ერთი მოდელის აუთპუტი მეორის ინპუტი და ასე შემდეგ LLM-მა უფრო გააჩინა რა და ყოველთვის ქონდა მაგათად რაღაც ერთი use case-ზე თქვა ფოტოების ამოცნობაში თქვა ადამიანებზე ქონდა ერთი მოდელი იმაზე მეორე მოდელი იმაზე მესამე მოდელი ამ LLM-მა შემოიტანა ეგ იდეა რომ ერთი გაქვს ყველაფერს რატო დავიწყე ამით რა პირველი ესეთი გაკვეთილი რაც ზოგადად კლოდმა ისა ათროპიკმა თქვა და სწორიც არის რომ ცალკე აღებული რაგი განსაკუთრებით კოდზე არ მუშაობს კარგად. მარტო აღებული რაგი, ანუ embedding search-ით ვერ იმუშავებს კარგად რა, იმიტომ რომ შენ use case-ი როგორია რა, შენ გინდა რაღაც იპოვო მაგ ფუნქციის API რაღაც, ეხლა იწყე ფუნქციაზე უნდა გაგრძელოს რა პარამეტრები გადაეცემა და მიხვდეს რომ ის გადაამატოს და ასე შემდეგ რა. ეგ embedding-ით ზემნა საკმაოდ რთულია. ვაფშე ცალკე აღებული ისიც საინტერესოა, ვაფშე code completion-ს როცა აკეთებ რა, როცა იწყებ. ხო? ამ მარტო დაწყებულის embedding-ი თუ აიღე და მთლიან იქიდან მხარეს რა საინდექსებ. მთლიან ფაილს აინდექსებ, per class აინდექსებ, per ფუნქცია, რა საინდექსებ თუ ის არის რაღაცა მაკროები თუ არის დაწერილი C++-ში, რომელიც მარტო ის არის ფუნქციის დეფინიცია არის 15000 ხაზი. ვერ დამაბნეველია რა მაგის parsing-ით და ასე შემდეგ ყველაფერი. ანუ აღებული რა საინდექსებ ხო ცალკე კითხვა და ეგეთ მაგაზეც შეგვიძლია თეორიის თქვათ როგორ უნდა გააკეთო ეგ რა. მაგრამ ცალკე embedding-ი არ მუშაობს, იმიტომ რომ აქეთ ამ მხარეს გაქვს სრული ფუნქციონალი და მაგის ფუნქციონალის embedding-ი გამოდის. აქ გაქვს ან მარტო სახელი, ან რაღაც ერთი რამდენიმე ინსტრუქცია, რაც ველომდე არ გაძლევს. ამიტომ ხდება BM25 ეს კლასიკური search-ი, fuzzy search-ი, რაღაც ეგეთი search, რომელიც keyword based search-ი იქნება. ეგ და მაგეთ re-rank-ს აკეთებ, ანუ ორი output, ორი ranking-ი გაქვს, ერთი embedding-ით, მეორე ამით. და რაღაც ახალ re-rank-ს აკეთებ და მე მაგის მიხედვით ეგ შედის უკვე prompt-ად LLM-ში. ეს გაგაჩერებთ. აი თქვა დავწერე ფუნქციის სახელი. ახლა შემდეგი წესტარი უნდა გავხსნა ფრჩხილი, არგუმენტები გავწერო, დავხურო ეს. ანუ ამ მომენტში კურსორი აქ არის, აი რა არის input-ი მოდელის. ამის ზემოთ ტექსტი, ამის ქვემოთ. თუ აი fill in the middle ნიშნავს რას, რომ რაღაც კურსორის ზემოთ რაც არის, ყველაფერი შედის დასაწყისში, კურსორის ქვემოთ რაც არის, გენი შედის. prompt-ს როგორ დაადიზაინებ, ახლა ეგ ყველა თავისებურად და როგორ გადაწყვეტს რა, რაღაც prompt-ი რაც უნდა ილოცო, რომ ეს არ ქნა, ეს ქნა, ეს ქნა, ეს ესექენი, ამას არ გადაუხვიო. მაგრამ ხო იდეა რა არის, ეუბნები ამას, შეგიძლია, რაც მან ბევრი ის არის, კურსორი რაც აკეთებდა არის, რომ recently opened ფაილებსაც ამატებდა, რაც ლოგიკური ეურისტიკაა, ხო? ახლა თუ გახსენი, ალბათ მანდეძებდი რაღაცას. რა დაიმპორტებული რაც არის, მაგით შეგიძლია გადახვიდე და ის იმპორტების კლასები დაამატონ. ბევრი ეგეთი ეურისტიკაა, რომელიც AI არაფერში არ არის, პროსტა მაგას კონტექსტში თუ გაქვს და Gemini-ის აკრას ეგ აქვს, რომ კონტექსტში ყარე და ყარე. ეგენი შეგიძლია შეიტანო. შემდეგი ნაწილი უკვე რაც საინტერესოა. მაგრამ ხო ანუ რაც და უბრალოდ ბოლოში არის რომ გააგრძელე აქედან და კურსორს ეუბნები რა და მაგის აუთპუტია. ოღონდ ეს ცალკე ხაზზე ამაზე fine tuning-ი მარტო ესეთ ინსტრუქციებზე გაკეთებული გაქვს, იმიტომ რომ ცალკე აღებული LLM-ი აი დებილოებს გიგრძელებს რა, ანუ გრძელ ტექსტს გიწერს და შენ გინდა პროსტა გამიგრძელე 3-4 ტოკენი მინდა შეიძლება ცოტათი მეტი რა. ერთი ეგ ხარი არის. და ეხლა რა ხდება რა, embedding search-ი არის მან საინტერესო. რომ მაგას ქვია რაც prefix search-ი არის მაგალითად ეგეთი რომ აქეთ ამ ხარეს embedding-ზე თითო code block-ზე შეიძლება შენ შეინახო 3 embedding-ი. ან 10 რაც n რაოდენობა embedding-ი, რაც არის აქამდე prefix-ი, აქამდე. ეს დამოუკიდებელი entry-ებია ბაზაში. თითოეულში ეძებ. და რომელთანაც ყველაზე მეტად დაიმაჩება, მე იქიდან მთლიან ტექსტს ჩასვა უკვე prompt-ში რა.
ხო, ეგეთი ძალიან საინტერესო პატარ-პატარა რაღაცებია, რაც ესე რო დაფიქრდე კოდის დომეინს ძალიან უხდება რა, პირდაპირ მთლიანი embedding გააკეთო. აი, მან დაირო ეს AI engineers ML აზროვნების ის უნდა კონდეს რა. რომ პროსტა თუ გაიზრო embedding-ი არის ეს და პროსტა პირდაპირ აიღო და ესე გააკეთა ძალიან შითი აპლიკაცია ხარისხი არ იქნება რა. მაგრამ თუ რაღაც domain knowledge გაითვალისწინებ და რაღაც ML-რად შეხედავ და გაიაზრებ რაღაცებს, ის არის რა. კიდევ მანდ სერიოზული პრობლემა არის, რომ როცა embedding მოდელებს ის პრობლემა აქვს, ხა ბოლო პერიოდში embedding მოდელები გამოდის generation მოდელებიდან, რაც decoder მოდელებიდან აკეთებენ embedding მოდელებს. მაგრამ მანამდე იყო embedding მოდელი, იმათ ძალიან პატარა context window ჰქონდათ რა, რაღაცა 8000-ის ფარგლებში სიტყვაზე. და ეგ მაგრად გზღუდავს. და მაგარი რთული ტექნიკები არის, როგორ ასაშუალოებ რა, მანდაც ემილის წოდნა მან გჭირდება. ერთი ტექნიკა არის, რომ truncate-ი გაუკეთო და აიკიდო. მაგრამ წინიდან გაუკეთებ თუ უკრიდან გაუკეთებ truncate-ს, ეგეც სხვა იმას გაძლევს. მეორე არის, რომ sliding window გააკეთო, თითოეულზე average-ი გააკეთო და მერე გამოთვალ და მერე გააევერიჯო. არის კიდე ძალიან ისეთი complicated case-ები, რომ კოდს უხდება, რომ თავიდან და ბოლოში იყოს ჩვეულებრივები. ესენი გაასაშუალოე პირველი embedding-ით და ტრანსფორმერის მეორე layer-იდან ერთად შეუშვი. ან პირველ და ბოლო უეჭველი კონდეს, შუაში გაასაშუალოე. როდი კონტექსტში ჩაი. მაგ შემთხვევაში ტრანსფორმერის მეორე layer-იდან აი ცოტა მან დავიკარგე რა. ანუ ამ შემთხვევაში უკვე ანუ თქვათ 1000 ტოკენი გაქვს. 1000 ტოკენი შევიდა ერთ layer-ში, მერე 1000 გამოსული output ტოკენი შედის აქ, ხო? რამდენიმე encoder layer-ები ან encoder layer-ებია, ხო, ეს ჩაშენებული. თითოეულში არის attention head-ები და რაღაცები, ხო? რაც აკეთებენ რომ ეს უკვე ანუ ჩავედით მოდელის დონეზე, ანუ აქამდე თითქოს იქ ვიყავით, რომ ანუ უკვე გვაქვს black box-ი მოდელის და ამას რაღაც embedding-ებს ვაგვარებთ რა. და ეხლა უკვე ჩავედით რომ შემდეგ level-ზე, როცა თვითონ მოდელის რაღაც ან არ ვიცი მაგ ეხლა fine tuning-ში გადის თუ trains ანუ fine tuning-ში ნაკლებადაც მან გადის რაღაც როცა კარგად გესმის როგორ მუშაობს ტრანსფორმერი, მე შეგიძლიათ მოდიფიკაციები გააკეთო, რაც საბოლოოში quality-ს მოგცემს რა. ამიტომ AI engineer-მა მგონია რომ თქვენს მაგას გატყოთ, რომ ყოველ იმაზე მაგაზე რომ საუბრობთ გესმით რა აშკარად. AI engineer-მა არ უნდა AI engineer-ი ტრანსფორმერის ბოლომდე black box-ად არ უნდა უყურებდეს. შეიძლება იქ ყველაფერი არ გაარჩიოს, მაგრამ კომპონენტებად აი logit-ი და softmax-ი რა არის, უნდა იცოდეს. ეს ტემპერატურა რა არის? ეგ ბევრს ავეწყდება, რომ ტემპერატურა გონიათ, რომ ის sampling არა და იქ არის softmax-ში იქ იყოფა და მაგაზია. კიდე ერთი რაც დაჭერილი მაქვს არ იციან, არის რომ LLM-ის output-ი არ არის ერთი ტოკენი. ერთ ტოკენზე ისა არის თითოეულ ტოკენზე აპრედიქტები. რომ ტრენინგში ეგრე ტრენინგდება რა, რომ ცალსაკე ერთი წენდებიდან 5 სიტყვიანი წენდებიდან 5 სხვადასხვა data point-ი რო არ შექმნა, რომ პირველი სიტყვა და მეორე მითხარი, პირველ ორს გაძლევ მესამე მითხარი. არქიტექტურა ისე გაკეთებული, რომ ხუთივე შედის და ხუთივეზე აკეთებ იმ კლასიფიკაციას, აბა შემდეგი რა არის რა, ერთ შეშვებაში აკეთებ ყველა კლასიფიკაციას. ამიტომ inference-შიც ეგრე არის, რომ ყველა გამოდის. პროსტა ამათ იკიდებ და მხოლოდ ამას იკიდებ რა. ეგეთი რაღაცები მგონია რომ უნდა იცოდეს რა AI engineer-მა ესე პატარა გადახვევით გამ. კიდე კაი დავკარგე მგონია რომ კაი სხვაგან წავედი, კაი კითხვები ქონდა გიო შენს და აჯო შენს. არა, საინტერესო ყოველს, იმიტომ რომ ნუ მაინც ძალიან ბევრი layer-ია რა. ეხლა მაგალითად მე რაღაც layer-ამდე ვყვებოდი, რაზეც ან მიმშავია, წამკითხვა შეხება მქონია და მე თქვათ უკვე ნუ კაი ტემპერატურა თქვათ მესმის, მაგრამ როგორც კი უკვე შენ თვითონ რაღაც ამ neural net-ის layer-ებზე გადახვედი, მან უკვე რაღაცა მინიმუმ რაღაცები წავიკითხო, რომ ჩავეძო, მაგრამ ნუ ეგ არის მაგის მომავალი რა. ნახეთ. აი კარპატის პოსტი არის, რომ ძალიან კაია. ანუ depth first row და სწავლობდი რა რაღაცებს, რომ ოკეი, ესე ვთქვათ, ვერადგები და თუნდაც ხა ინჟინერი ხარ და რაღაც Kubernetes-დან neural network-ებამდე შეიძლება ყველაფერი აიცოდე, მაგრამ თუ რაღაცა რეალურზე მუშაობ, ან რაღაც რეალურს სწავლობ, მე იმდენ რაღაცა შეეხები, რომ ესე სიღრმეში ჩასულით რაღაცებს ისწავლე რა. მაგ იმაზე ინდექსაციაზე მქონდა ესეთ კითხვა, რომ აი შენც ახსენე, რომ ანუ ეხლა კი გაიზარდა კონტექსტი რა და აღარ არის რა ესეთ პრობლემა რა. მაგრამ აი რა ხდება, როცა აი ამატებ მაგალითად import ფაილებს ამატებ, ამ შენ ფაილს ამატებ პრომპტზე ყრი რა ამ კონტექსტს და
რა ვიცი, შარშან, ან შარშან წინ არ იყო რა, ეგეთი კაი კონტექსტ მინდო, ანუ მაგ დროს რაღაცა ამუშავებ იმ დატას და მაინც რაღაცა შეგაქვს თუ უფრო ლიმიტირებულად ატან თუ აი როგორ იბილდებოდა კონტექსტი, ცოტა პატარა კონტექსტ Windows შემთხვევაში რა, coding editor-ებში. მე როცა მუშავდი 2.5 ქონდა Gemini-ს მაგ ამოცილებით ვერაფერს ვერ ვიყავი. მაგრამ ზოგადად აი მაგ დროს არ ვიცი, ნუ ასე არ ქონია მაგას შეხება, რამე იბილდებოდა, რამე ასე სტრატეგია არც გამიგია, იმიტომ რომ მაგაში ძალიან ბევრი დროს დახარჯავ, რომ შენ ერთ ელემენტ გადატარებით ეს დააპატარაო, მე რაღაც ქნა, ეგ ბევრი დრო იხარჯება მაგაზე. მან მე მგონი აჩო ისევ ის იურისტიკები გამოდის, შემოდის, იმიტომ რომ მე მგონი ეს საფარავ ყავდა, მაშინ ვილაპარაკეთ, რომ ეხლა თუ შეზღუდული გაქვს ის, შენ ყოველთვის არჩევ იდეალურ შემთხვევაში რა გინდა რომ გაატანო, თქვა, ხო, ეს გახსნილი პოლოტაბები რაღაც რაგით მოძებნილი რაღაცები, მაგრამ მე თუ შეზღუდული კონტექსტი უნდა გაქვს, იქიდან რაღაცას ამოაკლებ იმის მიხედვით, რა არის ნაკლებ priority-იანი, ხო? რაღაც ეგეთი. აი, ესეთი კითხვა რო დავსვა, რომ ეხა მაგალითად ვთქვათ Gemini-ს რომელიმე ახალ მოდელს აქ სიტყვაზე შეუძლია რომ 50 ფაილი კოდი გავატანო სიტყვაზე რა. მაქსიმუმ 50 და მე მაქვს ეს 50 ისა current window გახსნილი იმპორტების მოკლედ იკვრება მაგდენი. სად გადის ზღვარი, ანუ მე ხო არ გავავსებ ყოველთვის 50 ხო არ გავაყოლებ. ანუ რაღაცა მეტრიკებით ვარჩევ რელევანტურობის მიხედვით ალბათ, ხო? იმ კონკრეტულ სიტუაციაში. ხო, ალბათ რა შეიძლება ისეთი მარტივ solution იყოს, რომ რაღაც threshold იყოს, რაღაცაზე მეტი და რაც ამინდორობით წერია კოდი, ჯერაც არჩევ მე რაღაც მაგაზე იფიქრე, მაგრამ ხო სწორად. ანუ მაგაზე არჩილ ხო პასუხი ის არის, რომ ანუ ეგეთ რაღაცებს ძირითადად პასუხი არის ემპირიულად რაღაცები გატესტო და ყველაზე კარგი შედეგი დასექნება ისა პასუხი რა. შეიძლება იცოდეთ, ხო შეიძლება იცნობდეთ, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო software ინჟინერი და სასწაული blockchain ინჟინერი და რა ვიცი. ესეთ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ვისაც ვიცნობ, აგეთი პოზა რომ ML არ უყვარს, იმიტომ რომ დეტერმინისტული არ არის. ანუ შენ წინასწარ ვერ განსაზღვრ, როცა კოდს წერს, ალგორითმს წერს, რაღაცას წერს, მათემატიკურ ამოცანას ხსნი. წარმოდგენა გაქვს, რას ელოდები და შენ რა უნდა გააკეთო, რომ ეგ შედეგი მიიღო. აქ ძალიან ბევრი რაღაც ჯერ მიიღეს ეგ შედეგი და მერე ვაუ, ანუ ან მერე დაიწყეს მაგისი ახსნა, ან ვაფშე არც ახსნეს, პროსტა ამბობენ rule of thumb, ესეა და მუშაობს. ეგ ამ დიდ მოდელებშიც ახლა როგორ რაღაცა იცი, აი ემპირიული ცოდნა დაგროვებული, რომ ყოველი ახალი დატრენინგება უფრო იაფი უჯდებათ foundation მოდელების. შედარებით იაფი. ახლა თუ ზომასდიან გასაგებია, მაგრამ იმიტომ რომ იციან რა მუშაობს, რა არ მუშაობს. მაგრამ მაგისი ახსნა მათემატიკური და ისეთი ან წინასწარ იმის გასვლა რომ ეს უეჭველი იმუშავებს ძალიან ცოტაჯერ მუშაობს ეგრე რა. რაღაც ლოგიკებში ცხადი ეჯდება, მაგრამ ბოლომდე ვერ დადიხარ მაგაზე რა. მაგის შოკი მქონდა. კი, აი ჩვენ კარგად ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია რომ აი ვინც ტრადიციული software ინჟინერიდან ცოტა ეს ბუმი რო დაიწყო AI-ის გადმოვედით, ასე ვთქვათ, ელემენტთან ურთიერთობაზე ცოტა AI-ისთან ასე ვთქვათ, თან ერთად კოდის სისტემების წერაზე, აი მანდ იყო ეგ შოკი, რომ როგორი არადეტერმინისტული flow-ა რა და როგორ გიწევს აი უბრალოდ ბევრი ექსპერიმენტის წარება და ბევრ software ინჟინერისთვის ცოტა უცხო აღმოჩნდა რა. ეხლა შეიძლება თქვი, რომ აი ზოგი მაგალითად ვერ დაუჭირა მუღამი მაგას, რომ აი მოიცა, ეხლა მე რო ვიფიქრე 5 საათი solution-ზე და კოდი დავწერე, კიდევ ექსპერიმენტები დავატარო და ხო, ცოტა სხვანაირი mental მოდელია აშკარად რა. კი, რაც ექსპერიმენტალური რაღაცა, ცალსახად, რაც ჰაიპერ პარამეტრების ტუნინგი არის, რომ რაღაც სისტემას აწყობ, რომელსაც გინდა არ გინდა რაღაც პარამეტრები შეუნა გაუწერო. და შენ შეუძლებელია წინასწარ იცოდე რა არის სწორი, საუკეთესო. რაღაც ემპირიული ცოდნა არსებობს და მაკედან იცი რომ რაღაცები მუშაობს და მაკედან დაიწყებ, მაგრამ რაღაც პარამეტრების ერთში გასაკეთებელია. და იმას არ შეეხება რომ software ინჟინერები რაღაც ცოტა არადეტერმინისტული flow არის, რაღაც ხრივ კი და მე მქონდა შოკი იმაზე, რომ რაღაც მომენტში ჩემი აზროვნების მოდელი იყო, რომ რაღაც ვთქვათ, აი როგორ მივხვდე რა არის საჭირო input-ი რაღაცაზე. ან იდე დამატებით რა თული ჭირდება, ან რაღაცა ჭირდება, როცა ერთ-ერთი სხვა ჩემი ერთ-ერთი ფლექსი არის, რომ როცა TNO-ში მუშაობდი machine learning ინჟინერად. ანუ OpenAI-ის API რო გამოვიდა, მაშინ ავაწყეთ RAG-ი. რაც მე და ერთმა ინჟინერმა ვანო განჯელაშვილმა ავაწყეთ თლიანად, ან როცა დოკუმენტაციაზე შედიოდი, შეგეძლო შეკითხვა დაგესვა, რაღაც ამ დოკუმენტზე და გეპასუხა რა. ესაც მოვაყოლე აღარ მახსოვს, მაგრამ დამავიწყდა ვიყავ.
მე მქონდა შოკი იმაზე, რომ მე ჩემი აზროვნების სტილი იყო, რომ რა მინდა და ახლა არის, რომ LLM-ს ეუბნები, რომ რამე თუ გინდა გამოიყენე. ჩემთვის ეგ არის ყველაზე შოკის მომგვრელი აზროვნება, რომ მე ყველა გავსაზღვრო input-output-ს და ზღუდო და იზოლაციაში მოვახდინო სისტემა და დეტერმინისტული იყოს, რომ ეს შევიდა, ეს გამოვიდა. არა. ანუ მე არ ვიცი რა დაჭირდება. მაგაზე ხო ბევრი ყველაზე მეტი ალგორითმი მაგაზე მეც აი ეს როგორ მოვაფიქრებინო, როგორ რა ალგორითმი იყოს, ეს მიხვდეს ამას სისტემა. ეს თვითონ ხდება ყველაფერზე. ჩემთვის ეგ არის ყველაზე mindset-ის ცვლა. ეს სხვა შორის აი ძალიან გავს რაღაცას ვეჭიქი, რომ ახლა სამსახურში რაღაც tools ვამატებდი ჩვენ ეს agent-ში და ნუ ამ ბოლო დროს ყველაზე მეტი success-ი რაშიც ჰქონდა user-ების feedback-ით არის, როცა prompt-ში კარგი example-ები გვაქვს რაღაცების, რომ okay, რაღაც description და მე ვთქვათ ანუ example-ები ამის იმ დონეზე, რომ აი კოდს არ წერო, არა, რაღაც pseudo-კოდივით ადლევ, რომ თუ ესქენი, ანუ მაგით ჰქონდა კაი success-ი, მაგრამ ესეც ახლა ეს ყველაფერი ახლა რომ ვამბობ რომ კაი success-ი ჰქონდა, ეს არის ანუ perceived success-ი. აი რა ჩვენი dataset-იც გვაქვს, თქვა და ჩვენ გავტესტებ და user-ებმა რაც იგრძნეს, ხო, ანუ რეალურად ხა სიმართლე არ ვიცით რა. და ანუ ეს მაწუხებს კაი ხანია რომ ანუ რანაირად შეიძლება რომ აი რაღაცებს ასე წერდე ან ტექსტებს მე ვცლიდე, მე იქ რაღაც ბაქს რო ვიპოვე, მე ის შეუცვალო დავწერო, do not do this. აღმოჩნდა რომ არსებობს ეგეთი library არა Stanford-ის ლაბის ეკეთებულია DSPY ქვია რა. აღარ მახსოვს ახლა როგორი შიფრება, მაგრამ რეალურად რაც აკეთებს არის რომ ანუ შენს ბევრი examples თუ მისცემ, ანუ შენი იმის agent-ის run-ების example-ებს რა. მე რაღაც ალგორითმს უშვებს, რომელიც რეალურად დღეს ამოვაჩინე, რომ ახლა ჰიპერპარამეტრებს გავხსენე. ჰიპერპარამეტრების ოპტიმიზაციის ეგეთი ალგორითმი Optuna ქვია თორსები. ალგორითმი რა, ანუ Optuna, კი. library რა და ანუ ესეც იყენებს Optuna-ს, ანუ რაღაც min-maxing-ის ალგორითმია რა, რაღაც ანუ რომლითაც შენ მიცემული 100 example-დან თქვათ, რომელიც 100 prompt-ია. ირჩევს რომელსა აქვს უფრო მაღალი weight-ი success-ში, ანუ შენ რაღაც metrics დაუდეფაინებს და მე მიხვდება რომ რომელი example-ები ჩასვა system prompt-ში იმიტომ რომ ამ example-ებს ქონდა მეტი გავლენა success-ზე რა. ანუ ხო თან შუაში LLM-ს იყენებს რაღაც და reward-ოს და რაღაცები რა და reward-ოს ანუ rewarding-ი გაუკეთოს და რა ანუ the same word, მაგრამ ნუ რა მშობა. ანუ სიტყვი შეცვალოს და ანუ reward-საც აკეთებს ან ჯილდოსაც მაგრამ. და აი საინტერესო approach-ია და სხვა შორის ჯერჯერობით არ არის ისე პოპულარული, მაგრამ ალბათ ახლა დარწმუნებული ვარ რაღაც რო ახსენებ ხოლმე ML community-ში ყველაფერი აუ მაგის paper-ი 3 წლის წინ მაქვს დაკითხული, ანუ ეგეც ვასწავლე. და ვიტუოდ ეს რო ხა არ არის, მაგით მგონია რომ leverage, high leverage რაღაცაა და ძალიან მომეწონა რომ ეგ პრობლემა შეიძლება გადაიჭრას რა და თან გადაობა რომ ძალიან მსგავსად გადაიჭრას როგორც თვითონ ტრენინგი ხდება რა, ანუ და იგივე მიდგომა აქაც რა. ხო და ეხა მაქეან მე ის და სხვა გამოვიტანე თითქოს რომ ეხა რომ ამბობენ ხოლმე რომ ინგლისური არის ანუ ადრეო თქვა assembly-დან დაიწყო და მერეო ანუ რაღაც C და რაღაცა და Java და მერე JavaScript-ი თქვა high level NB Python-ი გვაქვს. და ეგრე არის ანუ ადრე ეს NB იყო და ეხა ინგლისური გახდა, მაგრამ თუ ეხა ეს DSPY და ეგეთი მიდგომები მოიხდა, მაშინ გამოდის რომ პირიქით ანუ ინგლისური იქნება რაღაც assembly, რომელიც რაღაც ქვემოთ აძლევა მას LLM-ს და ზემოთ ჩვენ კოდს წერო, ეს რაღაცაა დაოპტიმიზო და შენი რაღაც თულები და ისინი კონდეს სწორად გადაფაინებული და ეგეთი რაღაცები რა. საინტერესო სფეროა ძალიან და very exciting რამე ხდება. Yeah, indeed. და ანუ კიდე ერთ ობზერვაციას ვიტყვი, ცოტა მონოლოგივით კი გამოვივიდა, მაგრამ მიდი კაც გო. ისეც ქონდა ეს ინტუიცია, მაგრამ ეხლა მით უმეტეს შოთას ნალაპარაკებიდან გამჩა რომ ანუ თვითონ ML-დან მოდელის დატრენინგება და რაღაცა არის, რაზეც ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე ლაპარაკი რა, მაგრამ რეალურად თითქოს რომ ჩანს აი მანამდე რაც ხდება, თუნდაც ანუ ეს იქნება data-ს გასუფთავება თუ როგორ გააკეთებ ამის მოდელირებას, რომ აი თვითონ embeddings როგორ გააკეთებ და ასე შემდეგ და თქვათ რა search algorithm-ებს იყენებ თვითონ data-ს მომზადების, ან მე ეს როდესაც შენი ეს უკვე დატრენინგებული LLM-ი, როცა შენ რაღაც თულქოლებს იკეთებს, ანუ მაშინამდე კარგად შეგიძლია რომ search algorithm-ები გამოიყენო რა.
მაინც თითქოს ეგ ჩანს რა, ყველაზე დიდი leverage მაგაშია და მაგ ცოდნაში მგონია რომ ძალიან დიდი ეს არის რა. ანუ მგონია რომ აქაც როგორც ყველა სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სკილი არის რომ step back გააკეთო და ტრენდებს და რაღაცებს კი არ აყვე დაფიქრდე მართლა რა ჭირდება სისტემას და დომეინი კარგად გაიაზრო. ანუ ML-მა და LLM-მა რაც გააფუჭეს არის რომ განცდა შექმნეს რომ domain knowledge არ გჭირდება. ანუ ერთი solution fits all რა და ეგრე არ არის. ანუ ყველაფერს მაინც რაც არ უნდა კარგი მოდელი იყოს, ეკოსისტემა ჭირდება, სწორი მიდგომები ჭირდება და რაც ეფორტრო რაც მაგ შემთხვევაში ყველა სტარტაპი 5 წუთში გაკეთდებოდა რა. ანუ ChatGPT რო გამოვიდა, მაქედან უკვე ChatGPT ვრაპერების გადაობა იყო, მაგრამ მაინც არ არიან ჯერ კარგი ChatGPT ვრაპერები სამყაროში. იმიტომ რომ რაც ეგრე მარტივი არ არის და ბევრი რაღაც სჭირდება. და იმაზე ბევრი ვიდრე ერთ შეხედვით ჩანს რა. ძალიან სწორი ობზერვაცია გეთახმებით. მე მქონდა ესეთი Make no mistakes არ მუშაობს რა. Build me a startup. Make no mistakes. make millions. მე მქონდა ესეთი ძალიან საინტერესო იყო. მე მქონდა ვაჩი შენ რაღაც და სამბოლო. მე ვთქვა ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო. მომენტი იყო ძალიან. აა, ეს ყოველ ეპიზოდში გვემართება რა. ბრავო გია, ჯერჯერ ყოველ უკვარტ მომენტი ჩვენი პოდკასტის ისტორიაში. მე მეჭერს ხოლმე მომენტის შერჩევა, როცა სხვა მე ვილაპარაკობ გავედი და გააგრძელე. მე მიგვეწევა ხოლმე რომ აა ბიჭო ხა რაღაც ცოტა ან აი ჩვენ ოკეი, მაგრამ რა ვიცით ახლა სტუმარს ამდენი ხანი ცალია და ვთქვათ. მე კიდემ ცდილდა სიამოვნებით ვილაპარაკებ როგორც თქვენ, რაზეც რა მოგეთ გავაგზავნოთ როცა მოხდება. აი ერთ ტოპიკსაც შევეხოთ და მე რა შეგვიძლია გავიდეთ ბოლოსკენ. ეხლა გუში რაღაც ვარ ეზერჩებდით ეფექტურად კლოდ კოდის გამოყენების თემებს რა. რომ როგორ შეიძლება გავუმაქსოთ ეფექტურობა იმის მიღმა რომ ვკითხოთ აი ეს პრობლემა მაქვს და ამომიხსენი რა. იმიტომ რომ აშკარად არიან რაღაცა 10x wipe კოდერები, ვინც ძალიან მაღალი ხარისხის სოფტვერს წერენ და თან ძალიან კარგად იყენებენ მოკლედ კლოდ კოდს თქვათ რა. და ესეთი ობზერვაცია რომ მაგას აკეთებენ, ანუ greenfield პროექტებში კი არა, ანუ საკმაოდ ესეთ დიდი იმის code base-ებში რა, დიდი მოცულობის. ჯონათან. და სახელმწიფოზე არის საუბარი, მაინტერესებს. ხო და ნახე, ეს იყო ესეთი მიდგომა შემოგთავაზეს, რომ ჩვენ ესე ვმუშაობთ, რომ მოკლედ wipe coding-ს ვიყენებთ planning-ის და research-ის phase-ისთვისო. ძალიან დეტალურად ვაწერინებთ გეგმას solution-ისო და თვითონ solution-ზე მე დიდად აღარ ვფიქრობთო და რაღაცა ვთქვათ მე testing frameworks ვადგამთ ამ ყველაფერსო, რომ peer review-ებიც ისე იმდენი PR-ი იწერებაო ამ მიდგომითო, რომ მაგას ვეღარ ვასწრებთო და თუ ტესტებს გაივლისო ამ კარგად დაგეგმილი solution-ის იმპლემენტაციაო, მე ვატარებთ ეგრევეო რა. და შენი პრაქტიკა გვაინტერესებს, ანუ რამე special hint-ები ხო არ გაქვს ან shortcut-ები თვითონ პროცესში, როცა AI-ს იყენებ კოდის წერისას. მე იმ ტენდენციას მიყვები, რომ რაღაცას ვინც ქმნიან, მაგის ყველაზე ცუდი იუზერები არიან ხოლმე როგორც წესი. ანუ მე მაგალითად აგენტურ გამოყენებას, ანუ ვაფასებ, ვერ მოვირგე. რაღაცნაირად ვერ მოვირგე. თანაც ML-ის pipeline ზოგჯერ Jupyter notebook-ში მიწევს კოდის წერა, ანუ multi-file edit-ები ხშირად არ მიწევს და რაღაცები არის, სადაც მე ჯერ ვერ მოვირგე. მაგრამ ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი, აი, ძალიან მაგათ ხმარობს. ჯერ იმას ვიტყვი პატარაზე, რაც შევეხეცავით და შენ რო თქვი, რომ აი იმის კარგი სკილი არ მაქვს, როდის დავიწყო საუბარიო. მაგაზე რაც იქ რომ მუშაობდით Gemini Codasity-ში, როცა Cloud Codesnai რაღაცაზე რა, ეგეთი ის არის, რაც იქაც იყო Cloud Next-ზე თუ Google I/O-ზე, Cloud Next-ზე იყო კონეგ ნაჩვენები, რომ multi-აგენტური სისტემაა, რომელსაც code base-ში შენ პირდაპირ ეუბნები, რომ დამიწერე რაღაცის test ფაილი გამიკეთე რა და ისა თულები აქვს რომ მოძებნოს რაღაცები რა და ერთ-ერთი მიდგომა როცა ვარისერჩებდით ეგეთი ის იყო რომ MOA რა ქვია რაც mixture of agents ხო mixture of agents გაგიგიათ რა მეგეთი მე არა რაც იდეა არის რომ რაც პერსონები ყავს AI ML-ს პრომპტები რა პერსონები რაც software engineer, product engineer, CTO რაღაცა და არის რუმი არის და აქ რუმში რაღაცებს ლაპარაკობენ რა და turn based არის რა და ძალიან სასაცილო არის რომ რაც დააშენო რაღაც bidding-ის სისტემა რომ აუ მე ხა უფრო მინდა რომ ჩემი ჯერი იყოს და რომ ამ ახლა ხანს დავწერე კოდი და რაღაც მივხვდი რაღაც შესაძლებელია სიტყვაზე ან რაღაც ეგეთი
ძალიან სასაცილოა რომ აი ერთმანეთს როგორ თუ ვერ გადაწყვეს ვინ ლაპარაკობს მე დებატები მიდის მაგაზე რა აი ძალიან კოსმოსია რა ეს არანე უჭირდება რომ ახლა დაწერილი კოდი უნდა გავტესტო ტესტ ინჟინერი ლაპარაკობს ამ ი გასაგებია მაგრამ ახლა ესე რა აუ ეგ იმ სიმულაციების დომენში ვარდება აშკარად You're absolutely right but გადაარჩ ექსკილის პრობლემა ელემებსაც აქვს არიცი როდის რაილაპარაკო აჩო შეიძლება დაწყნარდე მოკლედ არა იდეა იყო ეს რა მე და ელემებს მარტო დიდად ვერ ვიყენებ და ისეც Google-ში მაგალითად ეგენი ნაკლებად ვიყენებდით რა ანუ CLI tool-ებს არა შეგითქონდა ეს ჩემნაი კოდა სისტიც სხვადასხვა ვარიანტებიც ამ code completion-ის და რაღაცეების chatbot-იც ეს ინტერნეტში ხა ცხადა შიდა რაღაცები არ გვაქვს მაგრამ საკუთარი რეგულაციებია რისი გამოყენება შეგიძლია რა რაც კოდი კიდე არ შეგვიძლია მაგალითად კურსორი ერთი თვისინ დაამატეს რაც ესე დიდლაბებში უფრო უფრთხილდებიან იმიტომ რომ რაღაც security პრობლემები პლუს მილიონი რაღაც იმისი დარწმუნება რომ შენი კოდი არ წავა იქ არაფერზე და რაღაც სერტიფიკატები და რაღაცებია რა ესე ის არის რომ რამდენიმე დღის წინ შემხვდა თვითი რომ აღარ მახსოვს რომელიღაც ალბათ დაწერა რომ რაღაც privacy mode გვაქვს და კითხვა იყო რომ ანუ არის თუ არა მიპასუხეთ რომ non-zero chance-ია თუ არის იმისა რომ ერთ დღესო ვიღაცამ რაღაცნაირად ან მომავალთა ტრენინგებულ ვერსიებში რაღაცა ისეთი jailbreak-ი გააკეთოს რომ აი ჩემი კოდი დაუბრუნოს რა თეორიულად ხო ანუ თუ რაღაც ერთხელ მაინც აქვს ხო რაღაც კოდი დაკითხული რეალურად არავინ არ იცის რა მომენტში დატრიგერდება სწორი ნეირონების კომბინაცია რომ წესი ინფერენსის დროს არ ტრენინგდება მოდელი რაცა ინფერენსის არა ვიცი მაგრამ ეს რო ინახება ტრეისები ამის და მერე ტრენინგდება ხო მანაც რავი ბევრნაირ რაღაცა არის მაგაზეც ჩალიჩობენ რაღაცნაირად რომ რაც ენკოდირება გაუკეთონ ისე თონ მოდელშიც რაღაც ხრივ ეკოდირებული შევიდეს ბევრი რაღაცა მაგრამ ნუ ხო ალბათ non-zero chance-ზე ყველა გაჩუმდება ხო ანუ მაშინ არ უნდა ანუ პასუხი ერთო თუ არ აგროვებ ჩემ ტრეისებს მაშინ არის non-zero chance ხო არა ინფერენსიდან ვერ და ხო სანამ ინტერნეტში გადავიდოდი გასაუბრა მქონდა JetBrains-ში რა JetBrains-ს აკეთებს თავის აქვს გონი თავისი chatbot-ები და code completion და რაღაცეები და რაც ფინალურ პროექტს რაც ბოლო იტერიოსი დაბიყო რომ ფინალურ პროექტი მომწეს რომ უნდა გამეკეთებინა რაღაც სისტემა რომელიც უნდა ეთქვა ახლა ეს completion-ი ვაჩვენო თუ არა იმიტომ რომ თუ ყოველ ჯერზე მაჩვენე user experience მიფუჭებ რა არ მინდა დამაწერინე უნდა მიხვდე რომ აი აუზებით რაღაცებს და მიხვდე რომ ეხლა უნდა მომცე რა ან ზედმეტ გზელი მანახე ასე შემდეგ რა და რადატაც მომცეს აი JetBrains-ზე პირობას გაზრდათ რომ არაფერს არ ინახავენ გამაწამეს ანუ ლოგები აქვს აი ესეთი საცოდავი მაგიტოა რომ ყველა მელემი მოხოდა მაგათ გარდა არაფერი ლოგი მაგათ არ აქვს პატიოსანი ხალხია შენ აღად ეს კოდი კაცო რა თუ რა უნდა ძალიან პატიოსანი ხალხია არაფერი მაგათ არ ნახავს მაგათ მე ვენდობი ანუ რა მე ვენდობ JetBrains-ის Java-ს ID 17 წუთი აინდექსებს შენ კოდს როცა იტვირთება ან მაინც არაფერს არ იდა ო შენია აი guys მაგრამ ინდიის მომაწეინეს ხელი თან ინდიის გარეშე შეიძლება მეფიქრა რომ რაღაც და ანუ არაფერი არ აქვს რა ო ანუ იდეაში ხა იგიც რა თუნდაც ეგ გამოცანაც რეალურად მან და ალბათ ყველაზე საინტერესო ისაა რომ როგორ მოდელირებას გაუკეთებ ამ ივენთების სეტს რომ მე ეს გადათაგუნო რაღაც ემბედინგებში რიცხვებში და მე კაი დაატრენინგებ ხა დატრენინგება ასე თუ ისე უკვე ვიცით ხო ანუ უფრო კომპიუტერია ვიდრე კონკრეტული დომეინის ამოცანა როგორ გადათარგმნო მოდელში რა ხო წეგან მაგას ვთქვი ML-მა ანუ ML-ს ფოტოზე ძაღლებია თუ კატებია არ აინტერესებს დატა თუ აქ არქიტექტურა იგივეა რა და მაგ გააფლეტლაინა მაგრამ სწორად თქვი რა ანუ მაქამდე უნდა მიიყვანო ანუ domain knowledge შემოდის მან და აი წეგან იმის გაგრძელება არის რა აი ერთშევით ვიღაცა შეიძლება გქონო რა LLM-ი დაატრენინგე და სო მე ეს ID გაგიგრძელებს ტექსტებს მაგრამ ძალიან ბევრი ეკოსისტემა უნდა ააშენო მაგაზე პროდუქტი რო კარგი იყოს მხოლოდ LLM-მა პასუხი გითხრა არ არის საკმარისი რა როდის დაატრიგერო ყოველ წამს არ უნდა დაატრიგერო იმიტომ რომ ძვირიც გიჯდება და პლუს UX-იც არ ვარგა რა როდის დაატრიგერო მე ნაჩვენები და რამდენი ანახო თუ არა ვაფშე ანუ ბევრი რაღაცაა რაც user experience კარგს ხსნის
ამიტომ მან ჩანს ის, რომ ანუ კარგ აპლიკაციას იმაზე მეტი ჭირდება, ვიდრე კარგი LLM-ი რა. და ისე უცებ სხვა თემაზეც გადავალ, ყველა ხო მაგაზე დავობს, სადაც ჩემი აზრი მაქვს, რომ აი lead code-ის სტილის ამოცანები კარგია თუ არა ინტერვიუზე. ჩემი აზრით ყველაზე კარგი ინტერვიუ არის system design. System design-ის ინტერვიუზე ჩანს ყველაფერი. არის რაღაცა open C-ში ხარ, რაღაცა არის open ანუ ღია ზღვაში ხარ და ყველა მხარეს შეგეძლო წახვიდე. რომ არის არასწორი გზები, მაგრამ დანარჩენი მეტაკლებად სწორი გზებია და ის როუცებ შეგიცვლის, აბა შეძლებ გადაცვლას. ეგ ვირად კაია. პროსტა მათ მინუსი რომ შეიძლება ეს მოლაკლაკე ფილოსოფოსი ტიპი იყოს, რომელსაც კოდის წერა ვაფშე შეუძლია. ამიტომ რაღაცა მხრივ system design-ს და lead code-ს ვამართლებ ერთად. მარტო lead code-ი მეც არ მომწონს დიდად. მე მიყვარს system design-ები lead code-ზე, იმიტომ რომ თუ lead code-ი მიწევს და ვიცი რომ და მომემზადო წინასწარ რაღაცა ჩაუჯდე. და system design-ი მაინც ესეთია რომ ერთხელ რომ you get it then you can you can like always make it better, მაგრამ რაღაც უფრო ისეთია რომ საფუძველიდან ხო. აი, დუდუ ამბობს ხოლმე რა, რომ დუდუს რა სისტემ დიზაინის გასაუბრებიც ქონია, ყველაფერზე პასუხი აქვს რა, ერთადერთი პასუხი აქვს. კაფკა არის ყველაფერზე მაგისტრის პასუხი სისტემ დიზაინი. ჯერ კაფკა ჩატენო რა. Whatever is the question or problem, Kafka is always the answer რა. და აქამდე ჭრის, მე როგორც ხდები ჭრის აქამდე დუდუს. იმიტომ რომ he's landing new jobs რა. Okay. შოთა რომელი არის შენი საყვარელი board game და დავასრულოთ. უი, იმიტომ რომ დავინახე და გადავწყვიტე რომ ლეგოების და კამერების ხო რაღაცებს. აი, რუმი კუბი არის ჩემი ფავორიტი, რომელიც აქამდე არ ვიცოდი, პოლონეთში აღმოვაჩინე. არის ძალიან მარტივი თამაში, რაც 4 ფერი გაქვს და 13 ციფრი თითო ფერზე რა. და შენი მიზანია რაღაც როგორც პოკერში რაღაც აწყო კომბინაციებს დებ, სადაც არ უნდა იყოს გადაბმულად 1 2 3 ერთ და იგივე ფერის არ უნდა იყოს სხვადასხვა ფერის ერთ და იგივე ციფრი. და 3 უნდა იყოს ესე ანუ შეიძლება გადაადგილო ეს 13 იმასთან გადაიტანო რომ იქ სხვა რა წყვილია აწყო აქვს სხვა რაღაც დადო. და თავიდან იწყებ ხელში რაღაც რაოდენობა ხვები და მიზანია რომ დადო და ძალიან ბევრ სიმულაციას აკეთებ. უნდა ყოველთვის თავში გიწევს რომ ეს აგადავიტანე ის აგადავა მე აქ დავდებ. რუმიკო და ესეთი რაც კლასიკა გეიმები ალბათ ყველამ თქვა უკვე და რაღაცა ესეც. არა, პირველად იყო ეს. არავის შეიძლება რენდომად იკითხა. ძალიან რენდომად არის ესეთი რაც საინტერესო. არა, რეალ ძალიან რენდომად არ მიკითხავს, იმიტომ რომ მგონია რომ ეხლა გეიმ დიზაინერი თუ ხარ, მithumedes board game-ის რა. ანუ სიმულაციას ძალიან დიდი ფასი აქვს, იმიტომ რომ თუ მარტივად სიმულირებადია და ანუ რო დაასიმულაციებს ერთდროულად შედეგზე მიდის, მაშინ უფრო boring თამაშია ესე იგი რა. ან ჭადრაკივი თუ დაიყოს, რომ საერთოდ ეხლა ბოლომდე სამზე არ ჩაქრება, ვერ დაასიმულაციებ, ან რაღაც რენდომნესები საკმარისად დაიყოს, რომ არ იყოს boring რა, მაგრამ თუნდაც მონოპოლიც ეხლა რეალურად საკმაოდ ისეთია, ხო? ანუ ძალიან პრიმიტიული გზა გაქვს, რომ დააოპტიმიზო შენი ალგორითმი რა. მე არ ვიცი, ეხლა გამიშლეგდია, რომ ალბათ ML ინჟინერი ხარ, board game-ში უფრო ძლიერი უნდა იყო. ვიდრე თუ ისე მივიძგები, okay, what's the model here? არა, ისინი გვაქვს. ამ დასასრულს არ ველოდებოდი ლოკი დასაწყისიდან. ეგრე checkers ქართულად აქვია, მათ შემდგომ ამავდა checkers. დასკი მე მგონი, დამკა. ხო, დამკა. დამკა ამოხსნილი ამოცანაა, მაგრამ მოსაწყენი ხო მაინც არ არის რაც. ნუ რავი. ასე უშათო 10 წლის მერე ვითამაშობს ახლა დამკა. როგორ? 10 წლის მერე აღარ თამაშობს დამკა. ჰეიტერი. Okay. ძალიან კაი იყო. მადლობა შოთა, მადლობა ნიკა და აჩო. და აჩო ხა გათიშე. აჩო. ვიდეო. აჩო. ისმის აჩო.